მოგესალმებით, ეს ტელეკომპანია პულსია, მე ეკა სანიკიძე გახლავართ და ჩვენ ვაგრძელებთ გადაცემათა ციკლს მედიტია. ვინაიდან ჩვენი დღევანდელი გადაცემა ეძღვნება კიბოსთან ბრძოლის მსოფლიო დღეს, რომელიც როგორც წესი 4 თებერვალს აღინიშნება, აგერ უკვე 26 წელიწადია, ჩვენ დღეს სტუმრად მოვიწვიეთ ამ დარგში მოღვაწე პროფესიონალები. მოგესალმებით, დიდ მადლობას მოგახსენებთ მოგზაურობისათვის, საღამო მშვიდობისა. პირველ რიგში მინდა წარგადგინოთ, იმიტომ რომ ჩვენი მაყურებლისთვის ცნობილია, რომ ძალიან ხშირად ამ დარგში უწევთ შემოვლა ექიმების და სხვადასხვა დაწესებულებების, ხანდახან ამასთან დაკავშირებით ცოტა გაუგებრობებიც არის, მაგრამ ეს არის ჩვენი დარგის სპეციფიკა, იმიტომ რომ აქ არის ძალიან ბევრი სხვადასხვა მეთოდი დიაგნოსტიკის თუ მკურნალობის, ამიტომ გვჭირდება დიაგნოსტიკაში პათომორფოლოგია და წარმოგიდგენთ მედიცინის დოქტორს, ასოცირებულ პროფესორს ბატონ არმაზ მარიამიძეს ამ მიმართულებით, გვჭირდება ქირურგია, ამიტომ ქირურგი ონკოლოგი ბატონი სოსო სანიკიძე და რა თქმა უნდა, სანდახან ყოველთვის არა, მაგრამ ხშირად გვჭირდება სქიური თერაპია, ამიტომ წარმოგიდგენთ ბატონ ნუგზარ კალანდარიშვილს სქიურ თერაპევტს. კიდევ ერთხელ მადლობა მობრძანებისთვის და მაშინ ლოგიკურად მივყვეთ ჯაჭვს სიმპტომების გამოჩენიდან, ასე ვთქვათ, ექიმთან მიმართვამდე, სამწუხაროდ ხშირად დრო იკარგება, გვიან მოდიან, მერე დიაგნოსტიკის მეთოდების შერჩევაში, მაგრამ რა ტიპის დიაგნოსტიკაც არ უნდა ჩატარდეს, ბოლო სიტყვა, ვერიფიკაცია, დადასტურება, სიმსივნის ტიპის განსაზღვრა და ამ შემდეგ ყველაფერი ხდება უკვე თქვენს დონეზე. ბატონო არმაზ, იქნებ მოკლედ აუხსნათ მაყურებელს, რა ტიპის გამოკვლევაა პათომორფოლოგიური კვლევა და რა ჩაშლა აქვს მას და რა გამოწვევები არსებობს პაციენტისთვის ამ მიმართულებით. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. პათომორფოლოგია არის ფუნდამენტური მედიცინის ერთ-ერთი დარგი, რომელიც ახდენს სიმსივნის და არასიმსივნეების დიაგნოსტირებას. ბიოპსიურ მასალაზე, ოპერაციულ მასალაზე, ციტოლოგიური კვლევით მათ შორის იმუნოհისტოქიმიური და ასევე თანამედროვე მედიცინაში უკვე გამოიყენება მოლეკულური კვლევებიც სიმსივნის დიაგნოსტირებაში თუ პროგნოზის განსაზღვრაში თუ აგრეთვე თერაპიული მიმართულების განსაზღვრაშიც კი ეხმარება ონკოლოგებს. თვითონ ამ მასალის მოპოვება როგორც აღმოჩნდა შესაძლებელია როგორც ბიოპსიური მეთოდით, ასევე ოპერაციული მეთოდით მიმდინარეობს გეგმიური კვლევა, სადაც ძირითადი კითხვა, პირველი კითხვა რაც შეიძლება მაგალითად პათომორფოლოგს დაებადოს და უნდა გასცეს პასუხი, ეს არის სიმსივნური პროცესი თუ არასიმსივნური პროცესი. და შემდეგ უკვე გადადის შემდეგ ეტაპზე, ეს სიმსივნე არის ალფასებიანი თუ კეთილთვისებიანი. ამისათვის აქვს ძალიან მრავალი ინსტრუმენტი თანამედროვე პათოლოგიაში პათომორფოლოგს იმისათვის რომ მივიდეს საბოლოო დიაგნოსტიკა. მათ შორის იმუნოհისტოქიმიური კვლევა, იმუნოციტოქიმიური კვლევა და მოლეკულური კვლევები. ეს მოკლედ რაც შეიძლება ვთქვათ, რომ ჩვენი დარგის ძირითადი ამოცანა რაც არის. სიმსივნის დიაგნოსტიკა. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან გასაგებ ენაზე აუხსენით მაყურებელს და ეხლა იქნებ უბრალოდ ვთქვათ, რა ძირითადი მიღწევები გვაქვს ამ მიმართულებით დღეს საქართველოში. ხელმისაწვდომობას გულისხმობ, ფიზიკურად, ეს ტერიტორიულად, ანუ ინფორმაციულად, ფინანსურად რამდენად ხელმისაწვდომია ჩვენი მოსახლეობისათვის და რატომ გვაქვს გარკვეული გამოწვევები ხოლმე დიაგნოსტიკურ შეცდომებთან დაკავშირებით. საინტერესო კითხვა, ესე იგი, რაც შეეხება ხელმისაწვდომობასთან და ჯერეთი დარგის მდგომარეობასთან. მე მინდა გითხრათ, რომ ბოლო 15-10 წელი ძალიან გამოსწორდა პათომორფოლოგიის თვითონ აღჭურვილობა ლაბორატორიების ზოგადად, არა ერთი კონკრეტულის, არამედ რამდენიმე ლაბორატორია საქართველოში არის, რომელსაც გააჩნია თანამედროვე და მაღალი დონის აპარატურა, მათ შორის ხმარობენ თანამედროვე და მაღალხარისხოვან რეაქტივებს, რეაგენტებს, რათა მოხდეს დიაგნოსტირება. ასევე ლაბორატორიები მონაწილეობენ ხარისხის კონტროლის კვლევებში და ყოველწლიურად გადიან და სავალდებულოა ეს ლაბორატორიებისათვის, რომ კონკრეტულ მაგალითად კონკრეტულ მაჩვენებელებზე კონდეთ ეს ხარისხის კონტროლის სერტიფიკატი მაგალითად. ამ სერტიფიკატი რომ მიიღო, უნდა შესაბამისად გაიაროს სტადიებით, რომ უნდა შეამოწმოს შენ ლაბორატორიაში სწორად კეთდება ყველაფერი თუ არა. ამასაც მისდევენ ჩვენი ლაბორატორიები და მეც მეთქო სპეციალისტები ძალიან ბევრი ძალიან კარგი სპეციალისტი ყავს და
ზოგადად საქართველოში შესაძლებელია და არის რომ სწორი დიაგნოსტირება მიიღოს საქართველოს მაცხოვრებელმა მოქალაქე ნებისმიერი რა თუ გაქვთ თქვენის კიდე კითხვა რომ რატო შეიძლება მაგალითად ზოგადად პრობლემა ზოგადად ეს მარტო საქართველოს მედიცინის პრობლემა არა ზოგადად მთელ მსოფლიოში შესაძლებელია მეორე აზრის მოსმენას ვიძახით და არა შეცდომა არ არის ეს მეორე აზრის მოსმენა ეს მეორე აზრი შესაძლებელია კითხვა გაუჩნდეს ონკოლოგს, ქირურგს და ნებისმიერ სხვა. ან დაზუსტება ან თვითონ შესაძლებელია თვითონ სპეციალისტად, რომელიც ახდენს დიაგნოსტირებას. შეიძლება ისეთი იშვიათი დაავადებასთან კონდეს საქმე, როდესაც თვითონაც მოითხოვს მეორე აზრის მოსმენას, რომ კიდე ერთი სპეციალისტი. ეს ჩვეულებრივი პროცესია არის ეს მედიცინაში, ესე ვფიქრობ. კი ბატონო, და მე ვფიქრობ, რომ ხელმისაწვდომობის პრობლემას ჩვენ განსაკუთრებით ფინანსურს ალბათ კიდევ დაუბრუნდებით, იმიტომ რომ სპეციფიური დიაგნოსტიკის დაფინანსებაზე დიდი ხანია ჩვენ საუბრობთ, ვეწევით ადვოკაციას, იმიტომ რომ ხანდახან სწორედ თანხის უკმარობის გამო შეიძლება გვიან მიმართოს თორე დროულად გააკეთოს რეფერალი ონკოლოგმა და ვიდრე ამ თემებს შევეხებოდით უფრო სოციალური კუთხიდან, ისევ ჯერჯერობით კლინიკური კუთხით განვიხილოთ და რა როლს თამაშობს ბატონო სოსო თქვენთვის სწრაფი დროული ხარისხიანი დიაგნოსტიკა და როგორ რა შემთხვევაში განისაზღვრება რომ კურნალობა უნდა დაიწყოს ქირურგიული მეთოდით. მოგესალმებით ქალბატონო ეკა, მოგესალმებით კოლეგებო, მაყურებელს. ესე იგი ქირურგიული მკურნალობა არის მკურნალობის ერთ-ერთი მეთოდი და არა ერთადერთი. მე მინდა რომ ეს დავაფიქსირო და ჩვენ პაციენტებს ყოველთვის ვეუბნები ამას რომ ქირურგიული მკურნალობა შემადგენელია იმ ონკოლოგიური მენეჯერებისა, რომელიც როდესაც პაციენტი მოდის და პირველადაც სამწუხაროდ კიდევ უმრავლესობა პაციენტებისა მომართავს ქირურგს, რომ ხშირ შემთხვევაში არის ესეთი შემთხვევები და ამაზე რა თქმა უნდა ვისაუბრებთ, რომ ქირურგიული მკურნალობას ვერ ვიწყებთ. შემადგენელი ნაწილი ამ მულტიდისციპლინარული ჯგუფისა არის ქირურგი ონკოლოგი, კლინიკური ონკოლოგი, რომელიც მთავარია ამ შემთხვევაში, ვინაიდან თერაპიული კუთხით მენეჯერებას პაციენტისას კლინიკური ონკოლოგი ანხორციელებს, ასევე არის სხეული თერაპევტი, რადიოლოგი, მორფოლოგი, ფსიქოთერაპევტი უმნიშვნელოვანესია, ვინაიდან ამ პაციენტებს სერიოზული პრობლემები აქვს ფსიქოემოციური თვალსაზრისით. ამიტომ ეს გუნდური მუშაობა განაპირობებს პირველ რიგში სწორ დაგეგმარებას დიაგნოსტიკური პროცედურების და აქედან გამომდინარე მერე უკვე სწორ მართვას სამკურნალო თვალსაზრისით. პირველი და ამოსავალი რა თქმა უნდა ეს არის რომ თვით ასე ვთქვათ სიმპტომატიკის სწორი აღქმა და პაციენტების პოტენციური პაციენტების ინფორმირება იმასთან დაკავშირებით თუ რა შეიძლება მოხდეს მის ცხოვრებაში და ამის განთავსებული არავინ არ ვართ რომ ხვალინდელ დღეს ზეგინდელ დღეს ჩვენ შეიძლება მოგვეწვიოს ეს დაავადება. ამიტომ ცნობიერების ამაღლება, რასაც დღევანდელი ჩვენი საუბარი ეძღვნება, არის მნიშვნელოვანესი. სხვადასხვა სოციალური კამპანიები და ასე შემდეგ. პროფილაქტიკური გამოკვლევები, სკრინინგის პროგრამები, რომელიც მრავლად არის საქართველოში, თბილისში, სხვადასხვა რეგიონში, საბედნიეროში, მაგრამ მიმართვიანობა თქვენ ჩემზე კარგად მოგესალმებათ, თუ როგორ არის და რანაირად არის. არის შემთხვევები, როდესაც სკრინინგი პაციენტს გავლილი აქვს, რადიოლოგიური დიაგნოზი ხელთ აქვს, რაღაცა ცნობები აქვს, მაგრამ რაღაცნაირად ეს სტიგმატიზაცია არსებობს, რომ სპეციალისტთან არ მიდის. რომ მას შეიძლება ეს პრობლემა არ დაემართოს. ეს არის ყველაზე დიდი და შეცდომა და შედეგი, რომელიც რამოდენიმე თვით, შეიძლება რამოდენიმე წლით აგვიანებს დიაგნოზს. ამ შემთხვევაში ონკოლოგიური პათოლოგიის არსი მდგომარეობს მის დროულ დიაგნოსტირებაში. და უმთავრესი რაც ბატონმა არმაზმა ისაუბრა, ეს არის მორფოლოგიური ვერიფიცირება. მინაიდან დღევანდელ რეალობაში იმ მეთოდების გამოყენებით, რაზეც ვისაუბრეთ, სიმსივნის ბიოლოგიური ტიპი და მისი ქვეტიპები არის განსასაზღვრი და მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ დაგეგმო დიაგნოსტიკური პროცედურები და მერე ადეკვატური მკურნალობა. და მკურნალობის სახეები არემაქვე შეიძლება ვთქვათ, ეს არის ქირურგიული მკურნალობა, რომელიც ყოველთვის პირველი არ არის, სისტემური ქიმიოთერაპია,
სხეული თერაპია, ენდოკრინული თერაპია და თარგეტული თერაპია, რომლის სხვადასხვა ტიპები და მოდიფიკაციები რა თქმა უნდა არსებობს. ძალიან დიდი მადლობა, ანუ უფრო გასაგები რო იყოს მაყურებლისთვის, იმიტომ რომ ისინი მიჩვეული არიან, რომ არსებობს ქირურგიული, ქიმიოთერაპია და სქემური, ხო? დანარჩენზე ცოტა ნაკლებად არიან, ხო? და ესე იგი მედიკამენტოზურ თერაპიას, რასაც უწოდებთ, ეს გვაქვს ბუნებრივია თავისთავად ცხადია და ნუ სქემური და ქიმიოთერაპია გაუგიათ იციან და მეტნაკლებად მოყვებიან ალბათ ეხა საუბარში. უბრალოდ მე მინდა დავაზუსტო, რომ აი თქვენ ახსენეთ და ჩვენ ძალიან ხშირად ვსაუბრობთ, ამიტომ დღეს ამაზე დროს აღარ დავხარჯავთ, რომ პრევენციული მედიცინის ერთ-ერთი ძირითადი ნაწილი სწორედ არის დროული გამოვლენა ამა თუ იმ სიმსივნეების, სადაც სკრინინგი არ არის ვალიდური და ამიტომ სამწუხაროდ არ გვაქვს სკრინინგური მეთოდები, მაგრამ სადაც გვაქვს, იქაც კი ჩართულობა დაბალია და მეთოდი ეს სკრინინგის იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ საწყის ეტაპზე კი გააჩენს იმის ალბათობას, რომ აქ შეიძლება საეჭვო იყოს ან დადასტურდეს კიდევაც რომ არის, მაგრამ გაღრმავებული კვლევების გარეშე ბუნებრივია და სწორედ სკრინინგის მერე განისაზღვრება რა შემდეგი კვლევები უნდა ჩაიტაროს. აქაც არის ხოლმე პრობლემა, იმიტომ რომ პაციენტი თulis რომ ერთი კვლევა ჩაუტარდა, მეორე ჩაუტარდა, მესამე და რატო უშვებენ მეოთხე მეხუთე კვლევაზე. აი აქ უკვე მინდა ბატონო გზარი შევაწუხო და მინდა რომ ვიდრე უშუალოდ სხიური თერაპიის როლზე, ადგილზე და ჩვენებებზე ვისაუბრებდეთ, დაახლოებით მოგვიხაზოთ რა მეთოდებია რადიოლოგიური კვლევის და რატო ჭირდება პაციენტს ყველა ფაქტობრივად ის მეთოდი კვლევის დაწყებული ჩვეულებრივი მამოგრაფიით, რენტგენით, ეხოთი და დასრულებული შემდეგ უკვე ბიოპსიით. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის, მოგესალმებით ჩვენს მაყურებელს. რაც შეეხება კვლევებს, ძალიან ხშირად მესმის ჩემი პაციენტებისგან, ხშირია პაციენტი მომართავს უკვე ბიოპსიის პასუხით, მანახებს დოკუმენტს და მეუბნება, აბა ექიმო, აქ რომელი სტადიის დაავადებაა. და როცა პასუხობ, რომ იცით რა, ჯერ ჩვენ არ ვიცით ეს რომელი სტადია, რაღაც გაკვირვება ჩანს და აი მართალი ბრძანეთ, რომ აი ეს მომენტი გონიათ, რომ ბიოპსიით გავიგეთ რომელი სტადია. თუ ავთვისებიან სიმსივნეზე გვაქვს საუბარი, როგორც წესი მუდმივად ვცდილობთ გავერკვეთ ეს დაავადება სად დაიწყო და სად მთავრდება. ანუ არის ეგეთი TNM კლასიფიკაცია, უმეტესი დაავადებები TNM კლასიფიკაციით ხდება შეფასება და აქ არის T როგორც სიმსივნე, რა ზომის არის, სად იწყება, სად მთავრდება, ჩაზრდილი ხომ არ არის სადმე, ამის მიხედვით არსებობს T1, T2, T3, T4 სიმსივნეები. ასევე გვაინტერესებს ირგვლივ რეგიონალური ლიმფური კვანძები და რეგიონალური ლიმფური კვანძი თუა გადიდებული ხშირად ეშინიათ ხოლმე პაციენტებს და გონიათ რომ ეს მეტასტაზი არ არის. ეს არის რეგიონალური ლიმფური კვანძები, როდესაც სიმსივნემ ლიმფოგენური გზით მიაღწია იქამდე და უკვე შორეული გავრცელება რაც არის, ეს არის უკვე მეტასტაზი. მეტასტაზი იმის დამიხედვით თუ რა დაავადებასთან გვაქვს საქმე, შესაძლოა იყოს თავის ტვინში, შესაძლოა იყოს ფილტვებში, შესაძლოა იყოს მუცლის გულში, შესაძლოა იყოს და შორს იყოს, ხო, დაშორება. ამიტომ ყოველთვის საჭიროა სტადირებისთვის რადიოლოგიური კვლევების გამოყენება. რადიოლოგიური კვლევებიდან აღსანიშნავია პოზიტრონ-ემისიული ტომოგრაფია, ეგრეთ წოდებული PET კვლევა, რომელიც ძალიან კარგი კვლევაა, ერთადერთი მისი მინუს ფაქტორი ალბათ ფასია, მხოლოდ მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფიული კვლევა, კომპიუტერული ტომოგრაფიული კვლევა, ეხოსკოპიასაც და რენტგენს ცოტა უფრო იშვიათად ვიყენებთ. საწყის სტადიაზე შეიძლება სორტირებისას ან დიაგნოზისას სტადიაზე შესაძლოა სულ არ დაჭირდეს პაციენტს. დიახ, ეს კვლევები გამოყენებული იყოს უკვე. ძირითადად საჭიროა რომ კარგად შევისწავლოთ პაციენტი, რათა გავიგოთ რომელი სტადიის დაავადება აქვს და მე ეპატონმოსოსომ ძალიან სწორად ახსენა რომ გუნდმა უნდა მართოს ეს პაციენტი და გუნდისთვის უნდა იყოს გასაგები რომელ დაავადებას ვებრძვით რა სტადიაში და იმის მიხედვით უკვე დაიწყება გუნდური მუშაობა. ეს შეიძლება იყოს სხიური თერაპიით, მაგალითად დღეისობით სწორი ნაწლავის ლოკალურად გავრცელებულ სიმსივნეებში ძალიან პოპულარულია პროტოკოლებში სხიური თერაპიით კორნოლობის დაწყება, რაც განსხვავებით თქვათ წლების წინ, როდესაც ვნახურობდით სწორ ნაწლავში სიმსივნეს, პაციენტი ქირურგთან მიდიოდა და დღესდღეობით ეს მომენტი ესე ნამდვილად არ არის და ნუ ძალიან იშვიათად ხვდებით ახლა სწორი ნაწლავის სიმსივნეს, რომ ქირურგმა დაიწყოს კორნოლობა, ეგრეთ წოდებული ნეოადიუვანტური, ანუ ძირითადი ჩარევამდე. ძირითადი ჩარევა ამ შემთხვევაში ქირურგია და ქირურგიას არავინ არ აკნინებს, უბრალოდ ეს ქირურგია უნდა გადავიტანოთ ცოტა მოგვიანებით ფაზაში.
ხო, მე მახსოვს აი შინაურულად სენდვიჩის მეთოდსაც ვეძახდით ხოლმე, როდესაც ჯერ იწყებოდა სწორედ ქიმიოთერაპიით ან სხიურ თერაპიით გააჩნია, შემდეგ ქირურგია და შემდეგ უკვე ისევ ინიშნებოდა და აი ეს კომბინაცია ბევრი პაციენტისთვის ხშირად ცოტა რთული იყო აღსაქმელად, რომ სამივე მეთოდი რახან მჭირდება, ესე იგი ძალიან ცუდად არის საქმე და ასე შემდეგ. აი ეს არასწორი სტიგმაც ამ არასწორი ინფორმაციასთან არის, ხო? დაკავშირებული. ესეც მინდა რომ გავფანტოთ და ვთქვათ, რომ ხანდახან დიახ, დაგვიანებულია შემთხვევაში რომ წასულია და იმიტომ შეიძლება სხვადასხვა დაგჭირდეს. მეთოდი ხანდახან უბრალოდ სპეციფიკა ასეთია, ხო, სამივე უჭირდება მერწმუნეთ რომ კარგადაა საქმე, ხო? ანუ ზუსტად აი მადლობა დიდი ეს მინდოდა ზუსტად მეთქვა რომ მეუბნები ხოლმე ჩემ პაციენტებს თუ ექიმები ძალიან თავს გევლებიან და ძალიან ბევრ რაღაცას თავს პროგნოზულად კეთილს აიმოვდა. იმედი გვაქვს თქვენი გამოჯამთელების. გაიხარეთ, ზუსტად ეს მინდოდა მეთქვა რომ ხანდახან ეს აშინებთ, როცა ყველა მეთოდი ინიშნება და პირიქით დაასიეს დოქტორები, ესე იგი არის მაღალი იმედი, ну რა თქმა უნდა, ანუ აი ესეთი კრიტერიუმებით მსჯელობა სიმსივნის თვითონ სივერაგეზე და მის პროგნოზზე რა თქმა უნდა არ ხდება და ამიტომ გვინდა ეს საუბრებიც რომ მეტი გაიგონ და აი ჩვენ აქ კარგად ჩავთეთ ზუსტად რომ ეტაპობრიობა ასეთია. ჩვენ ამას პაციენტის ნავიგაციის გზას ფესვეის რო ვეძახით, ხო? ანუ დაიწყო ამით რომ მე მაქვს სიმპტომი, ამ სიმპტომის გამო შეიძლება პირველად ჯანდაცვა შეიძლება კი წესით უნდა მივიდიოდე პირველად ჯანდაცვაში, მაგრამ ჩვენთან ცოტა სხვანაირად და ქართული ეგრევე რეკავს ვის მირჩევინ არის კარგი, ცნობილი და ასე შემდეგ, მაგრამ ჩვენ ხომ საუბრობთ როგორ არის წესი, რაც სხვა შორის მე სწორედ იმ თანხების დაზოგვასთან მიდის და ეს მინდა ჩვენმა მაყურებელმა გაიგოს, რომ ხშირად სწორედ თვითონ პაციენტის არჩევანია ძალიან ძვირი რო უჯდება, იმიტომ რომ თუ მივა პირველად ჯანდაცვაში, ანუ ნუ თავისი დაზღვევის პროვაიდერ კლინიკაში, მას უფასოდ ჩაუტარდება ეს პირველადი კონსულტაცია, იმ ადგილობრივი დაუშვათ ექიმის გადაწყვეტილებით თუ ეგრეთ წოდებული სუსპიციო, ანუ ეჭვი გაჩნდა ის სწორედ ის დაბალი შედარებით დონის გულისხმობ ფინანსურად და გარჩევადობით სორტირებისთვის რენტგენოლოგიური კვლევა ექნება ჩვეულებრივი თუ ულტრაბგერატო, თუნდაც CT სკენი და MRI და შემდეგ უკვე, როდესაც ეჭვი გამყარდება, მერე უკვე რეფერალი მოხდება ონკოლოგთან და შესაბამისად აი ამ თანხების დაზოგვა შეიძლება მოხდეს მეტნაკლებად ამ ეტაპზე და ნუ მერე უკვე აი ხა მე უკვე დაფინანსების ნაწილზე გადავდივარ. ქირურგიას აფინანსებს საყოველთაოდს და კერძო დაზღვევას. ხო სწორი აი ორი სიტყვით რო გითხრათ, ძირითადად რა ნაწილი მოდის თქვენთან, რომელი დაფინანსებით და აი მე პრობლემები თუ ხდებათ ამასთან დაკავშირებით. შერჩევაში მეთოდის ხომ არ გიშლით ხელს დაფინანსების რომელიმე მოდელი. დიახ, ნუ და იცით როგორ არის ონკოლოგიური პათოლოგია და შემდგომ უკვე ქირურგია ხშირ შემთხვევაში მოითხოვს რამოდენიმე ჩარევას, ანუ გულისხმობ იმას, რომ თუნდაც ინვაზიის ან სხვა ორგანოებთან შეხების შემთხვევაში, როდესაც ხდება არა ერთ ორგანოზე, არამედ რამოდენიმე ორგანოზე ჩარევა. შესაბამისად იზრდება მასშტაბურობა ჩარევის. ამიტომ დიახ, აფინანსებს ქირურგიულ ჩარევას, ასევე სისტემურ ქიმიოთერაპიას, მაგრამ იქ არის არა უნდა ვაღიაროთ ეს, რომ მასშტაბური კომბინირებული ოპერაციების დაფინანსებასთან დაკავშირებით იგივე ICD და NCSP კოდები რაც არის, ამ ჩარევებს მხოლოდ ერთი კოდის მიხედვით ახორციელებს და შესაბამისად მაღალტექნოლოგიური ქირურგია, რომელიც ყოველდღიურობაში, ჩვენს რეალობაში, ჩვენს გვერდით არის და ამის გამოყენება შეიძლება რომ უკეთესი შედეგი დადო ამ მაღალტექნოლოგიური მეთოდების გამოყენებით, ამის შესაძლებლობა შემთხვევაში არ არის გამომდინარე იქიდან, რომ აი ეს რაღაც გრადაცია ამასთან მიმართებაში არის. რა თქმა უნდა, ეს აისახება შემდგომ უკვე ყველაფერზე და მათ შორის უკვე კლინიცისტებიც ფიქრობენ რა ჯობია, როგორ უნდა გაკეთდეს, სხვადასხვა ფინანსური წყაროებით მოძიება ამ ყველაფერს ძალიან რთულია პაციენტისთვის და რა თქმა უნდა ამ ყველაფერში მიდის დრო, რომელიც ამ დროს არის მნიშვნელოვანი, რომ როდესაც უკვე ჩატარდება თქვა სისტემური ქიმიოთერაპია. ოპერაციას ხომ გავაკეთებ ცალ-ცალკე არა, როცა შეიძლება. სისტემური ქიმიოთერაპია ჩატარდება, ხო იქ მე გვაქვს ჩვენ, რომ სადღაც 6 კვირაში მეორე ეტაპი უნდა დაიწყოს.
ხო, იქ სხეული თერაპია იქნება, ქირურგიული მკურნალობა იქნება. ანუ ეს ვადები, ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია და ამაზე არის მიმული, ხო, ანუ რომ ერთ ოპერაციას, როდესაც არის ორი სარძევი ჯირკვლის, ორივე სარძევი ჯირკვლის კიბო მაგალითად ერთ სხვა გააკეთებ და მეორე სხვა დატოვებ, ხო, აი ეს ნიუანსები და არის მნიშვნელოვანი. ბატონო, აი ამასთან დაკავშირებით ადვოკაცია, ინფორმირება სამინისტროს წარმომადგენლების ხო ხდება განმოდმებით, ეხლა ჩვენ ამ ხელა პროექტიც გქონდა ეს იქენის, რომლის ფარგლებში პრინციპში საჭიროებების შესწავლა მოხდა. როგორ ფიქრობთ, როგორ შეიძლება ამის დარეგულირება ისე, რომ ეს უფრო ხარჯდეფექტურია საბოლოო ჯამში სახელმწიფოსთვის? და აი რატოა უფრო ხარჯდეფექტურია ეს აუხსნათ ახლა? იცით როგორ არის, რომ დაავადების პრევენცია არის მნიშვნელოვანი, როცა აი აქ ყველაფერს უფრო მეცდებ და აი პრევენციას როცა აკეთებ დიაგნოსტიკის კუთხით. იგივე ის საკითხები, რაც ბატონმა არმაზმა ილაპარაკა, რომ დიაგნოზი რო დასვა, იგივე მორფოლოგიური ბიოპსია, მორფოლოგია, იმუნოგისტოქიმია, ფიშკვლევა და ასე შემდეგ მოლეკულური კვლევები, ხო ეს არაფერი არ ფინანსდება რეალურად, ხო? და ამასთან მიმართებაში, რომ სრულფასოვნად ვერ იღებ იმას, რაც გჭირდება, შემდგომ უკვე ტაქტიკაზეც მოქმედებს. ამიტომ ქონდა შეხვედრები სხვადასხვა, ეხლაც ძალიან კარგი პროექტი არსებობს, რომელიც ქართულმა ექიმებმა გააკეთეს ეს და დევს ზუსტად ვიცი პარლამენტში სამინისტროში რა დროს რა უნდა გაკეთდეს, რომელი ნოზოლოგიებად არის უკვე დაყოფილი ყველაფერი, რა დიაგნოსტიკური პროცედურები კეთდება, რა მკურნალობა უნდა ჩატარდეს და რა არის ამისთვის საჭირო. ეხლაც გვაქვს 7 თებერვალს კიდე შეხვედრა ამასთან დაკავშირებით, ნახოთ რა გამოვა დაწყებულია, ამასთან ყოველდღიურად მიდის ამაზე საუბარი, ძვრები არის ნამდვილად, ამას ვერ უარყოთ, მაგრამ სრულფასოვნად ჯერ შორია. ნუ მე მაინც იმედი მაქვს, იმიტომ რომ ჯანდაცვის ეკონომიკის სპეციალისტებიც თუ არიან ჩართული, ალბათ სწორად დათვლიან და დადებენ, რომ ნამდვილად ეს უფრო ხარჯდეფექტურია შორეულ პერსპექტივაში, იმიტომ რომ მაინც მოუწევთ მე მეორე ოპერაციის შემდგომი ჯარების ასე ვთქვათ დაფინანსება და საბოლოო ჯამში ალბათ ჯობს რომ დროული ჩარევები, რომელიც მოგცემს მეტგადარჩენადობას, ცხოვრების უკეთეს ხარისხს, ბუნებრივია უკეთეს გამოსავალს და მე ვფიქრობ, რომ ეს იმდენად ცხადია და გასაგებია გონიერი ადამიანისთვის რაღაც გადაწყვეტილებამდე მივლენ. და ვიდრე ჩვენ მე ჩავხურავთ რადიოთერაპიის უფრო ფართო ჩაშლით ბატონ ნუგზარისგან, კიდევ ერთ კითხვას დავსვამ ბატონ არმაზთან. მე მაინტერესებს ახლა ოპერაციაზე ვსაუბრობდი და ინტრაოპერაციული რა ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია მასალის აღება და ოპერაციული მასალის წაღება, ასე ვთქვათ, ნუ ტექნიკურადაც ხო რამდენი რამე უნდა მივიდეს სპეციალისტი, უნდა წარმოიდგინოს და გამოიგზავნოს და ამ შემდეგ ეს კიდე ცალკე თემები, იმიტომ რომ თავის ხარჯი აქვს. სულ გვავიწყდება ჩვენ რომ ეს ხარჯიც ხო მიბმულია ტრანსპორტირების თუ ადამიანის ფიზიკურად ძალის, რომელიც ჩართულია ასევე ამ პროცესებში, ვიდრე ლაბორატორიამდე მივა ეს მასალა. მაგრამ რამდენად ფინანსდება თვითონ ოპერაციული მასალა და შემდგომ რამდენად არის შესაძლებელი მონიტორინგისთვის, მკურნალობის მონიტორინგისთვის გამოყენება, შემდგომ ასე ვთქვათ ბიოპსიური მასალის აღება და ოპერაციული მასალის გამოკვლევა, ჰისტომორფოლოგიური, გენომიკური კვლევა ფინანსდება, იმიტომ რომ შედის ეს ოპერაციის განფასებაში შედის და თვითონ ტრანსპორტირება, შემდგომი ლოჯისტიკა, რაც შეეხება ამ მასალას, ეს ყველაფერი არის ასახული და ანუ შედის ამ დაფინანსებაში და ავტომატურად კეთდება ეს პოსტოპერაციული მასალის გამოკვლევა, ჰისტომორფოლოგიური და შესაბამისად ამ დასკვნის მიწოდება კლინიკისათვის კურნალი ექიმისათვის. ამ მასალის გამოყენება შემდგომში შესაძლებელია ნებისმიერი კვლევისათვის, რასაც დაუნიშნავს ონკოლოგია, ეს იქნება იმუნოհისტოქიმიური კვლევა, მოლეკულური კვლევა თუ ასე შემდეგ. და სწორედ აღნიშნეთ, რომ ხანდახან არიან პაციენტები, რომ კიდევ უნდა თქვენ რაღაცას დამატებით კვლევას, ეს ვარ გავაკეთე, მაგალითად იმუნოհისტოქიმიური კვლევა გაკითხებიან და მე ყოველთვის ვიგონები, რომ ეს უნდა გადაწყვიტოს ონკოლოგმა, ქირურგმა. თუ არის ეს ინფორმაცია მისთვის მნიშვნელოვანი, რომ თულად დახმოხდეს ხარჯების გაღება. თანხის დახარება. კი, რა თქმა უნდა, არის გარკვეული ტიპის სიმსივნეები, სადაც მაგ ჩაშლას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ იცოდეს განსაკუთრებით უროლოგიაში, ხო? აი, ინიშნება მკურნალობა თუ არ ინიშნება და იმ შემთხვევაში თუ არ ჭირდება, რა თქმა უნდა, კი ბატონო, აუცილებლად. ბატონი არმაზის, ესე იგი
ჩვენ რა ვიცი ხა კვირაში რამოდენიმეჯერ ერთმანეთს ხმიანებით, იმიტომ რომ კლინიცისტის და მორფოლოგის, ასევე რადიოლოგის, სხეული თერაპევტის, იმიტომ რომ საზოგადოება ყველა თითქმის ყველას ვიცნობთ, ანუ რითი თქმა მინდა რომ არის ოპერაციის ტიპები, რომელიც ინტრაოპერაციულ გამოკვლევასაც საჭიროებს, ინტრაოპერაციული ექსპრეს მორფოლოგიური კვლევა, რომელიც ყველა გზამკვლევში, ანუ გაიდლაინში დევს, რომ მაგალითად იგივე სარძევი ჯგუფის ონკოლოგიური პათოლოგიის დროს, როცა პირველი მეორე სტადია, რომ განსაზღვრო მოდარაჯე, ანუ სენტინელ ლიმფური კვანძების მდგომარეობა ინტრაოპერაციულად, რომ არ გააკეთო მასშტაბური ოპერაცია, თუ იქ დაზიანება არ არის. რომ შეაფასო, როცა სარძევი ჯგუფს ვინარჩუნებთ, რეზექციის კიდეების შეაფასო, რომ სეპსიონური დაზიანება ქირურგიულ ხაზებში გაქვს თუ არა გაქვს. ანუ აი ეს თემა, რომელიც ხო თითქოს ელემენტარულია, მაგრამ ესეც გადმოსახედიდან რომ ერთ ხარჯში, ასე ვთქვათ, შედის ყველაფერი, ხო? ეს არ არის სწორი, იმიტომ რომ ეს არის აუცილებელი. თუ ჩვენ ვლაპარაკობთ სტანდარტზე და ვლაპარაკობთ იმაზე, რომ მინდა სწორი და კარგი მედიცინა, თუ ამას ჩვენ მაინც ვაკეთებთ რაღაც თანცხოვრების ხარისხის მაქსიმალური შენარჩუნება, თუმცა ლიმფოდემა ქირურგია არის მინიმალიზაცია, ონკოქირურგია არის მინიმალიზაცია, არის ფუნქციური მხარე, არის კოსმეტიკური მხარე, რომელიც არის გასათვალისწინებელი და ამიტომ ეს ყველაფერი როდესაც მუშაობ გუნდთან, რომ ეს შეგიძლია გააკეთო და ამისი პრობლემები მოგდებს, ხელფეხი გაქვს შეგოჭილი ამ მიმართულებით და რამდენი პროპერაციული ექსპრესია, ამ ბატონი არმაზე ამასთან დაკავშირებით გეტყვით, იმიტომ რომ ეს უმნიშვნელოვანესი ფაქტორია თანამედროვე ქირურგიაში. მესმის, ძალიან დიდი მადლობა ეს რომ დაამატეთ, იმიტომ რომ პრინციპში მე ის პერიოდიც მახსოვს, როცა ამაზე მიდიოდა ზუსტად რომ ინტრაოპერაციული მასალა მე ველოდებოდი პასუხს იმ ექსპრეს დიაგნოსტიკის შედეგად, განსაკუთრებით როცა ინტრაბიმი დაინერგა და სხეული თერაპია ქონდა, მას ძალიან დიდი მნიშვნელობა ქონდა რა როგორანაირად და შესაბამისად მე ვფიქრობ ესეც ჩვენი მაყურებლისთვის ძალიან საინტერესო მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ როცა შენ მინიმალური ჩარავით მაქსიმალურ შედეგს ცდილობ და როგორც თქვენ ბრძანეთ, ცდილობ არ ამოკვეთო ის რისი ამოკვეთაც არ არის საჭირო, რომ მე ცხოვრების ხარისხი იყოს მაქსიმალურად კარგი და გამოსავალი, ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ასე ვთქვათ პაციენტზე ორიენტირებულ მედიცინაში გვაქვს ფეხი შედგმული და აი აქ მინდა უკვე რადიაციული მკურნალობის დაგეგმა როგორ ხდება მოკლედ მოვხაზოთ და რა ძირითად პრობლემებს ვაწყდებით და რა შეიძლება იყოს მთავარი გამოწვევა საქართველოს სინამდვილეში პაციენტისთვის. რახან ფინანსებზე ვისაუბრეთ, ალბათ შევეხები რადიაციული ონკოლოგიის ფინანსებს, ამ შემთხვევაში განსხვავებით ჩემი ქირურგი და მორფოლოგი კოლეგებისგან ძალიან ფუფუნებაში ვართ, რადიაციული ონკოლოგები გამომდინარე იმისა, რომ ჩვენი მკურნალობის, მაღალტექნოლოგიური მკურნალობის დაფინანსება დღესდღეისობით, თუმცა ზუსტად იგივე პერიოდი გამოვიარეთ ჩვენ და ზუსტად ეს საუბრები იყო თავის დროზე, როდესაც ნაწილობრივი დაფინანსება იყო და ნამდვილად პაციენტ ძალიან უჭირდა და მე ვიმედოვნებ, რომ ქირურგიაც და მორფოლოგიაც გადაინაცვლებს იმ სიტუაციაში, რაშიც ახლა რადიაციული ონკოლოგები ვართ, იმიტომ რომ საბედნიეროდ დღესდღეისობით უკვე ეს მომენტი, რომ ჩვენ პაციენტს თანხა არ აქვს და ვერ მკურნალობს, ესეთი რამე პრაქტიკულად მოხსნილია 100%-ით ხდება როგორც მაღალტექნოლოგიური დასხივების დაფინანსება, პალიატიური დასხივების დაფინანსება, სტაციონარული სხიური თერაპია, ყველაფერი ჯანდაცვის მხრიდან საბედნიეროდ არის, ასე ვთქვათ, ფინანსური მხარე პაციენტს არ აქვს და ამიტომ ყოველთვის ვეუბნები ჩემ პაციენტებს, რომ ქირურგიას თუ გამოივლი და ქიმიოთერაპიას მერე უკვე სხიური თერაპია ძალიან მარტივია ფინანსური მხარით რომ მოგეხსენება ძალიან დაწკუნულებ რომ ხედავენ ამ ხარჯს მერე ჩვენი პაციენტები ძალიან შეშინებულები მოდიან ხოლმე და როგორც კი გაიგებენ რომ იცი რა არა შენ ამას ჯანდაცვა გიფინანსებს მოკლედ ეგ პრობლემა დამყოლობისთვის მნიშვნელოვანია ეს ფაქტორი. იმიტომ რომ წლების წინ იყო მომენტი რომ პაციენტები ვერ იტარებდნენ სხიურ თერაპიას მიუხედავად იმისა რომ ეს მათი ჯანმრთელობისთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი. და რა მინდა იცით ნუ გზარ კითხო გარდა ფინანსურისა აქ არის დაუშვათ გვერდითი მოვლენები, ნარჩენი მოვლენები, რომელზედაც ახლა ჩვენ დღეს ვეღარ ჩავშლით ესე და არც არის ჩვენი დღევანდელი მიზანი რაღაც დეტალებზე ვისაუბროთ, მაგრამ მე მინდა რომ მაინც აღვნიშნოთ რომ სხიურ თერაპიას აქვს ეს გარკვეული ნარჩენი მოვლენებიც და გვერდითი მოვლენებიც შეიძლება კონდეს. რამდენად ხდება მათი პრევენცია უკვე
იმ მაღალ ტექნოლოგიური, იმ ახალი მოდი პირდაპირ თქვა პაციენტს გასაგებია იყოს აპარატურით, აღჭურვილობით, რომელიც შემოდის და აი რა არის უკანასკნელი სიტყვა რადიაციულ თერაპიაში, ტექნოლოგიები ალბათ ყველაზე ძალიან თუ სადმე განვითარდა რადიაციული ონკოლოგია ერთ-ერთი ნაწილი არის მედიცინის, სადაც ეს ძალიან დიდი ნაბიჯები გადაიდგა, როდესაც ჩვენ ძველებური კობალტით დასხივებიდან გადავედით უახლესი ხაზოვანი ამაჩქარებლების გამოყენებაზე, როდესაც ხდება ზუსტი დამიზნება, მხოლოდ და მხოლოდ მაქსიმალური დოზის მიტანა სიმსივნის მიდამოში და მინიმალური გვერდითი გამოსხივება ჯამთელ ქსოვილებზე, რასაც ვაღწევთ დაგეგმარებით, ვაღწევთ იმ ტექნოლოგიების გამოყენებით, როგორაც არის რეპიტარკ რადიოთერაპია, სტერეოტაქსიული რადიოქირურგია, რაც დღესდღეობით ტექნოლოგიურად ძალიან ბევრი ცენტრი აღიჭურვა საქართველოში ძალიან მაღალ ტექნოლოგიური მანქანათანადგარებით, გადამზადდა როგორც ფიზიკოსების, ასევე ექიმების გუნდი ამ მიმართულებით და ამ ხრივ სიმართლე გითხრათ, გამოწვევა ქართულ რეალობაში, რო გითხრათ, რომ რადიაციულ ონკოლოგებს რაღაცა არ გვაქვს და რაღაცას ვერ ვაკეთებთ, ერთადერთი ალბათ ეს იქნება საუბარი პროტონოთერაპიაზე, თუმცა პროტონოთერაპიასაც გეგმავენ ქუთაისში მოგეხსენებათ და იქაც იქნება და ეს ძალიან დიდი ფუფუნება აქვეყნისთვის, რომ ქონდეს პროტონოთერაპია, იმიტომ რომ ძალიან ბევრი დიდ ქვეყანას პროტონოთერაპია საერთოდ არ აქვს, ხო? ამიტომ რო გითხრათ გამოწვევა, ალბათ გამოწვევები, არ ვიცი, დიდი გამოწვევები არ გვაქვს, რა ვიცი, ჩვენ ძალიან მივყვებით ზუსტად იმ ტემპს, რითიც მსოფლიო მუშაობს და სადაც არ მივდივართ უცხოეთში. ძალიან მე ვიცი უცხოელები, რომელსაც ჩვენში რო დარჩეს, იყო ესეთ შემთხვევები. ასეთი აპარატი ჩვენ არ გვიდგასო, ხო, რა ვთქვა? ხო, ალბათ აპარატი ესეც არ მიყვარს სიმართლე გითხრათ, აქცენტი მარტო აპარატზე. მესმის, მაგრამ ნუ ხალხი ფეხბურთის გუნდს კაი ფორმა აწვია და კადრზე ჩიილი არა აქტი მათ და იმიტომ მე სულ ვამბობ ფეხბურთის გუნდს შეიძლება კაი ბუცები ეცვას, მაგრამ ფეხბურთის თამაში თუ არ იცია და გუნდი რადიაციული ონკოლოგის მე რაც არ უნდა კარგი ვიყო პირობითად ერთი ვერაფერს ვერ ვიზავ, თუ არ ყავს კარგი ფიზიკოსი, ესეც გვაქვს და ისიც გვაქვს, კი ბატონო. კი, მე უბრალოდ იმიტომ აღვნიშნე ეს, რომ ძალიან ხშირად ჩვენი პაციენტები სამკურნალოდ მიდიან უცხოეთში და ვიდრე დავხურავთ პირველ ნაწილს ჩვენი გადაცემის, იმიტომ რომ მეორე ნაწილში მინდა სწორედ აი ტოქსიურ, ასე ვთქვათ, გართულებულ, გვერდით მოვლენებთან დაკავშირებულ საკითხებზე ვისაუბრობთ. კონკრეტულად საქართველოში გაჩნდა ასეთი, ასე ვთქვათ, მიმართულება კარდიოონკოლოგია, ჩვენ ადრე ვისაუბრეთ ონკოფსიქოლოგიაზე და აი ეს თანამდევი, ასე ვთქვათ, თქვენ აგერ ენდოკრინოლოგია მკურნალობა ახსენეთ და ამაზეც მინდა ჩვენ მეორე ნახევარში გავამახვილოთ ყურადღება ჩვენი დღევანდელი გადაცემის, მაგრამ ისე არ მინდა ჩავხურო ეს ნაწილი, რომ არ აღნიშნო მაყურებელი რატომ მირბის, ასე ვთქვათ, ხშირად უცხოეთში, იმიტომ რომ შეიძლება არც აქვთ ინფორმაცია ან არ ჯერათ, რომ ნამდვილად არაერთ წამყვან ქვეყანაზე არანაკლები თუ მეტი არა ყავს კადრიც, გვაქვს აპარატურაც, აგერ არის გარკვეულ ნაწილში ფაქტობრივად 100%-იანი დაფინანსებაც და ფაქტობრივად გამოდის, რომ ფინანსური და მეტნაკლებად ტერიტორიული ხელმისაწვდომობა მეტნაკლებად ბევრგან უზრუნველყოფილია უკვე მკურნალობის ნაწილში და შეიძლება ინფორმაციული ხელმისაწვდომობა არ აქვთ და არიციან, რომ ყავს ასეთი კადრები, მაგრამ მაინც არის ნაკლებობა ხარისხიანი კადრის მეტნაკლებად. იმიტომ რომ თუნდაც თქვენ ახსენეთ სამედიცინო ფიზიკოსი, ასე ადვილი საშუალებელი ნამდვილად არ არის და დიაგნოსტიკის ნაწილში უფრო მეტია დაფინანსებასთან განსაკუთრებით სპეციფიურ დიაგნოსტიკას გულისხმობ. ამიტომ ვიდრე დავხურავთ, მინდა აი ეს თქვენი მოსაზრებები დამიტოვოთ. როგორ ფიქრობთ? დავიწყოთ ბატონი სოსოსკან, რატო შეიძლება ცნობატდეს პაციენტი წასვლას? მე არ გულისხმობ იმ სერვისებს, რომელიც საქართველოში არ არის. გასაგებია საქართველოშიც არ არის, მაგალითად ახლა ბავშვთა ონკოჰემატოლოგიის და მაღალდოზირებული ქიმიოთერაპიის და შემდეგ გამომიდიან, მაგრამ რაც არის დიდი სერვისები. ბატონი, ეს ძალიან მტკივნეული თემა, რომელიც კლინიცისტებს საკმაოდ ხშირად ხვდება. ზოგადად მინდა ვთქვა, რომ და ეს არ არის ახალი, რასაც მე ვიტყვი, ონკოლოგიური დაავადება და ონკოლოგიური პაციენტი, ეს არის ქრონიკული პაციენტი, რომელთანაც არის მისი მკურნალობა და დიაგნოსტიკა არის დროსთან შეჭიდული მდგომარეობა. უმნიშვნელოვანესი არის, რომ იყოს სტანდარტისა უწყვეტობა. ანუ უწყვეტობა დიაგნოსტიკური პროცედურების, უწყვეტობა მკურნალობის, უწყვეტობა შემდგომ ეხლა ყველა ონკოლოგიური პაციენტი ნამდვილად ვერ გამოჯამთელდება, ხო? ეს არასასურველი რეალობაა, მაგრამ
თანამედროვე მედიცინა და ღონისძიებები გვაძლევს იმის საშუალებას, რომ აი ამ უწყვეტობის პირობებში, თუნდაც მეოთხე სტადიის პაციენტებს, რომ სიცოცხლის ხანგრძლივობა კონდეთ უფრო მეტი ვიდრე იყო თქვა გუშინწინ, იმიტომ რომ ეს ახალი მეთოდები, იგივე ტარგეტული თერაპიის, იგივე სხიური თერაპიის, მეტასტაზური სიმსივნეების დასხივება არ არის მეოთხე στადიის სიმსივნეის ის ფაქტორი, რომ თქვათ არასასურველი შედეგი დარჩეს. ხო, ჩავიქნიოთ. მკურნალობის შემდგომი რეაბილიტაცია და ბოლოს პალიატიური მკურნალობა, ხო? ანუ ეს უწყვეტი ხაზი, როდესაც რაღაც არის პრობლემები, ხო, ზოგადად ქმნის აი ამ არასასურველ სურათს და ერთი რაც უნდა ვთქვა, ჩემი აზრი შეიძლება იყოს, რა ვიცი, კოლეგები დამეთანხმებიან, არის რომ სტანდარტიზაცია არ არის ყველა იმ კლინიკაში, რომელიც ამ მომსახურებას ეწევა. იმიტომ რომ როდესაც მე ვცდილობ, რომ დიაგნოზი მივიღო ბიოპსიით, არა ფენაით, არამედ კორ ბიოპსიით, ანუ მსხვილნებსიანი ბიოპსიით, რომ გავაკეთო მორფოლოგიური კვლევა, იმუნოგისტოქიმია, საჭიროების შემთხვევაში სხვა კვლევები მოლეკულურით, დავგეგო დიაგნოსტიკური საშუალებები ისე როგორც წესია, როგორც წიგნიერად, დავგეგმო მკურნალობა მულტიდისციპლინარული გუნდის გამოყენებით, მონაწილეობით, რომ ეს რა თქმა უნდა ვაცნობო პაციენტს ჩვენ ასე ვცდილობთ, ხო, ვაკეთებთ. ეხლა სხვადასხვა კლინიკის წარმომადგენლები ვართ, მაგრამ კომუნიკაცია ერთმანეთთან ყოველთვის გვაქვს, მაგრამ როცა ხდება ისეთი ფაქტები, როდესაც ეს უწყვეტობა დარღვეულია და არის მიზეზები ბევრია და მე საქართველოს რეალობაში ერთთან მიდის, მეორესთან მიდის, მესამესთან მიდის და ბოლოს რო ვერ ერკვევა რა ხდება, მე ადგება და მიდის. ანუ აი ეს საკითხები, რომელიც ეხლა ძალიან იოლად ვთქვი, ალბათ ეს მარტო ჩვენი გადასახადი მე აბსოლუტურად გეთანხმებით. ფრაგმენტულობა მომსახურების ერთ-ერთი მიზეზი მე ჩემი გადმოსახედიდან ეს არ არსებობა და პლუს ალბათ ინფორმაცია, სტანდარტიზაცია გეთანხმებით. ჩვენ ვერა ჩამოგვიყალიბეთ, მაგრამ მაინც უნდა ვკითხო, თქვენ როგორ ფიქრობთ? თქვენი აზრი რა არის მაგას? ჩემი აზრი ამასთან დაკავშირებით არ არის ტრაგედია, მაგალითად ჩვენ სფეროში რაც შეეხება, იმიტომ ოდის პაციენტ მით უმეტეს ონკოლოგიურს კიდე აქვს იმედი დაუშვათ, რომ მაგალითად იქნებ სხვა დიაგნოზი, მაგ იქნებ ცდებიან, იქნებ თლად ესეთნაირად არ არის საქმე, თუმცა რეალურად რაც ვიცი და რაც მე უკავშირიც არის ამ პაციენტებისაგან, ჩვენ შემთხვევაში მორფოლოგიური დასკვნები დასტურდება ხოლმე და ის ხარჯი დაწეული. კარისხის გარე კონტროლი გამოგდით თქვენ. კი, სხვათა შორის ძალიან თქვენთვისაც კარგია. ჩემ შემთხვევაში სიმართლე გითხრათ, პირიქით კარგი სამსახური გამიწია მან, იმიტომ რომ მე რომ მოდიან და იგივე პასუხით გიბრუნდებიან, კი, როგორც ექიმს და პროფესიონალს სიამოვნებს ეს, თუმცა მე ვთვლი რომ ის ხარჯი რაც გაწიეს და მეწმუნეთ უცხოეთში ჩვენი მორფოლოგიური და იმუნოհისტოქიმიური კვლევა 10ჯერ და 20ჯერ უფრო მეტი ის და იმ ხარჯის გაწევა უწევთ და სწევენ ამ ხარჯს და ამავდროულად თუ ნაკლებად ხარჯი შეუძლიათ ამ ნაკლებ თანხებში მიიღონ ზუსტად იგივე ხარისხი მორფოლოგიაში საქართველოში. მაგრამ რეალობა ესაა და ეს არ არის მარტო ქართული მორფოლოგიის რაღაცა ფენომენი. მეცნიერო ჩემ კოლეგებსაც უცხოეთში რო ვესაუბრები, იქაც არის, აი გითხოთ, მეორე აზრი, ერთი კლინიკიდან მეორეში. პაციენტს აქვს უფლება. და ეს მით უმეტეს პაციენტს როცა აქვს უფლება გადაამოწმოს თავისი. რა თქმა უნდა, ახლა პაციენტის უფლება და მისი ოჯახის წევრების რო ეს გააკეთოს და მას რა თქმა უნდა ვერავინ ვერ წინაუდგება და დაუშლის, მაგრამ თავარი რაც არის რომ იქ რომ მიდიხარ, ხო, იქ კიდე სხვა სამეცნიერო ბიზნესი ერთვება, რომელიც არის არა მიზანმიმართული იმაზე გათვლილი, რაც კონკრეტულად პაციენტს ჭირდება, სხვა რაღაცები კიდე ხამაზე არ მინდა საუბარი, მაგრამ როდესაც უკან ბრუნდება ესეთი პაციენტი თუ ბრუნდება, იქ რაც საჭირო იყო და რაც არ იყო საჭირო, ყველაფერი გაკეთებულია და მე და იგივე რო აქ დაუნიშნო, იქნება პრეტენზია, რა თქმა უნდა, და იქ ასრულება. გასაგებია, კი ბატონო, იქ ახლა არავინ არ გეკითხება იმას, რომ უნდა გაიკეთო და ბევრიც ხსმენიათ, რომ გართულებებს მე არავინ არ არიღებს თავის თავზე და მე ისევ პაციენტს და მისი ოჯახის წევრის გადასატანი ეს ყველაფერი. ფიქრობ, რომ ეს ყველაფერი დაალაგდება და ამას ჭირდება დრო. ამას არ თავისი პლუსები აქვს, თავისი უარყოფითი მხარები, უბრალოდ
ხშირ შემთხვევაში ეს ფინანსური რესურსი ოჯახიდან გაედინება, როცა ამისი გამოყენება სახელმწიფოს თქვათ კუდის ქვეშ იგივე დაფინანსებები რაც ბატონმა მოგზაურმა თქვა და ჩვენს რეალობაში რაც გვაქვს ამისი გამოყენება და ხო იქით რომ მიემართოს ჯობია რა თქმა უნდა და უბრალოდ ამაზეც ბევრი სამუშაოა და ეს არ არის გეთანხმებით და მე ვფიქრობ რომ მაინც უფრო სწორი ინფორმირების თემა ერთის მხრიდან მეორეს მხრიდან დობის ფაქტორი იმიტომ რომ საერთოდ ჯანდაცვის მენეჯმენტი ფასდება არა მარტო ინფრასტრუქტურით, კადრებით დაუშვათ, არამედ და თუნდაც კომუნიკაციის სტრატეგიით, არამედ დობის ფაქტორით საკუთარი სახელმწიფოს, მისი სტრუქტურების, მისი ასე ვთქვათ, ინსტიტუციების, სამეცნიერო ინსტიტუციების მიმართ. დიდი მადლობა ამ მომენტის აღნიშვნისათვის და მინდა თქვენი პირადი აზრიც მოგახსენოთ, რა არის მთავარი მიზეზი, რის გამოც მიდის ძირითადად ჩემი პაციენტი, რომელიც თურქეთი არის ყველაზე პოპულარული, რომელიც მოდის თურქეთიდან, სხვათა მაინტერესებს ხოლმე ყოველთვის და ვეკითხები, რომ აი გადაწყვეტილება როგორ მიიღეთ და ძირითადად ყველა პაციენტი ამბობს, რომ მე ქართველ ექიმებს არაფერს არ ვერჩი, როგორც ბატონმა სოსომბზანა, რომ იცი რა ერთმა ერთი მითხრა, მეორე მითხრა და დავიბენი და ძალიან კარგად მესმის ჩემი ქართველი პაციენტის, რომელსაც მართლა ორი ექიმისგან როდესაც მიიღო განსხვავებული აზრი და აი სისტემატიზაციაზე რაც ბრძანა ბატონმა სოსომ და ზუსტად მაგიტოა საჭირო რომ გუნდმა იმუშაოს და გუნდმა მიიღოს გადაწყვეტილება, იმიტომ რომ აი სწორად გამიგეთ, მე რო გუნდის წევრი ვარ, რაც არ უნდა მინდოდეს რომ ეს რაღაცა ჩემკენ წამოვიღო, ის გუნდის მეორე წევრი არ მომცემს ამას და მე უკვე ფარგლებში ვარ მოქცეული და არ მაქვს იმისი საშუალება რომ რაღაცა ჩემკენ ვაკეთო. პირობითად ვამბობ. კაი, რამებზე ვსაუბრობთ? ნუ აი რეალობა ესეა და მე ყოველთვის მეწოდება ეს ჩემი ქართველი პაციენტი, რომელმაც მართლა ძალიან დიდი ხარჯი არმაზმა ბრძანა, რომ მართლა 10 ჯერ მეტი გადაიხადა, მართლა იგივე დიაგნოზით დაბრუნდა მერე უკან. ხო, ყოლია პაციენტი, რომელსაც რადიოთერაპია დაუნიშნესი თქვა და გაუკეთები აი გადაგამოწმა და საბოლოო ჯამში მინდა თქვა ჩემი მასწავლებლის სიტყვები გავიხსენო, რომელიც ამბობდა, რომ იყო დრო, როდესაც კომპიუტერული ტომოგრაფიის გადასაღებად ხალხი მიდიოდა უცხოეთში, ხალხმა ნდობა მოიპოვა რადიოლოგებმა და დღეს კომპიუტერული და რენტგენზე მიდიოდნენ უცხოეთში გადასაღებად, იმიტომ რომ იყო მომენტი საქართველოში, რომ რენტგენს არ ენდობოდნენ, ხო? ჯერ იყო ნდობა რენტგენზე, მერე იყო ნდობა კატეზე, მერე იყო MRT-ზე ბუმი, რომ იცი რა ქართველებმა არ იციან. ანუ ისევ და ისევ ბატონ სოსოს დავეთანხმები, რომ დრო უნდა ყველაფერს. და აი ამ ნდობის მოპოვება არის ძალიან მნიშვნელოვანი და თუ ჩვენმა სხვა კოლეგებმა ეს ნდობა უკვე მოიპოვეს და ეხლა მერწმუნეთ, რომ კატეს გადასაღებად, რა ვიცი, ძალიან ცოტა ვიცი უცხოეთში გარბის. ალბათ რაღაცა მომენტში ეს ონკოლოგიური პაციენტიც უკვე უფრო მეტი და სტატისტიკურად ბევრად უფრო მეტი პაციენტი რჩება წლების განმავლობაში, ვიდრე ეს იყო აკლებად სტატისტიკა დადებითია ამ მიმართულებით. და როგორც უკვე აღნიშნე რახან მე პირველ ნახევარი ამ საუბრით უნდა დავხურო, ძალიან დიდი მადლობა მინდა მოგახსენოთ, იმიტომ რომ პრობლემა ძალიან ბევრია, ჩვენ 10 გადაცემა არ გვაქვს ალბათ რომ ყველა მოვხაზოთ, მაგრამ უზომოდ მადლობელი ვარ იმისთვის, რომ აი ყველაზე მთავარი, ყველაზე მწვავე, რაც იყო და ყველაზე მნიშვნელოვანი ნამდვილად ვახსენეთ და რომ შევაჯამოთ. თქვენ ბრწყინვალე რამ თქვით დღეს სამივემ, ანუ სტანდარტიზაცია და ეს ეგრეთ წოდებული ტუმორ ბორდები, ანუ გუნდური მუშაობა დიაგნოსტიკაზე, დაგეგმვაზე, როგორც დიაგნოზირების ისე მკურნალობის და მკურნალობის შემდგომი მოვლის პროცესების თუ მოხდება გუნდურად, მე ვფიქრობ, რომ აი ეს პრობლემა, რომელზეც ჩვენ ახლა საუბრობდით, მოიხსნება. იმიტომ რომ ლოგიკურად ესე გამოდის, თუ ძირითადი მიზეზი მდობლობის არის ის, რომ სხვადასხვა დაუშვათ აზრი მოისმინა, ან დაუშვათ რაღაც დიაგნოსტიკის თუ მკურნალობის მეთოდს არ ენდობა, შესაბამისად თუ სტანდარტიზება გვექნება ერთის მხრივ რომ განსხვავებული არ იყოს აზრი და მეორეს მხრივ თუ ნახავს რომ ამდენი ექიმი რა თქმა უნდა იგივეს გაიგებს რაც გაიგო აქ ეს ნდობას აწევს. კი ბატონო, ეს აწევს ნდობას. ამიტომ აქ ერთის მხრივ არა მარტო უარყოფითი, არამედ დადებითი მხარეც, იმიტომ რომ მე ხა წერან კი ვიხუმრე, მაგრამ სერიოზულად გამოდის ხარისხის გარე კონტროლი ჩვენთვის, როდესაც პაციენტი იგივე დიაგნოზს ან იგივე მკურნალობას იღებს, რასაც აქ
ურჩევდნენ ჩვენი სპეციალისტები. წარმატებებს გისურვებთ ჩვენი პაციენტების სასიკეთოდ თქვენს საქმიანობაში და მართლა ვიტოვებ იმედს, რომ თქვენ აი პრაქტიკოს ექიმებს პირველ რიგში ყურს დაუგდებენ მომავალში ჩვენ დღეს განათლებაზე და ასე ვთქვათ კადრების მომზადებაზე აღარ გვისაუბრია, მაგრამ იგივე მინდა ვთქვა, რომ ამ მიმართულებითაც გვექნება წინსვლა, რაც შეიძლება მეტი საჭირო კადრი გვეყოლება, ამ დეფიციტის გამო არ მოუწიოს სასწავლო, ეს ფაქტორიც მოიხსნება და შესაბამისად ვფიქრობ ძალიან მალე გვექნება საკმაოდ გამართული ეგრეთ წოდებული ონკოლოგიური ზრუნვა ჩვენს ქვეყანაში. კარგად ბრძანდებოდეთ მომავალში ხვდრამდე და მე თქვენს კოლეგებს დავუძახებ ახლა სტუდიაში. მადლობა. სტუდიაში შემოგვიერთდნენ კარდიოონკოლოგები, რომლებიც ვახსენეთ ჩვენს პირველ ნაწილში. დიდი მადლობა მობრძანებისათვის. თქო წარმოგვიდგეთ და გითხრათ თავიდან როგორ დაიბადა ეს იდეა, რომ შექმნილიყო გუნდი კარდიოონკოლოგების და გარკვეულწილად ეს მიმართულება ჩვენს ქვეყანაში. დიდი მადლობა მოწვევისთვის. მე ვარ გიორგი კოგიშვილი, კარდიოლოგი და სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი. იდეა დაიბადა, ბუნებრივია იდეა დაიბადა გლობალურად კარდიოლოგიურ ოჯახში, კარდიოლოგიურ საზოგადოებაში, ამერიკის და ევროპის კარდიოლოგიურ საზოგადოებაში. მას შემდეგ რაც ონკოლოგიაში ბოლო 10 წლებში მოხდა დიდი გარღვევა თანამედროვე ანტისიმსივნური მკურნალობების კუთხით, იმუნოთერაპია თუ სხვადასხვა ტიპის ჭკვიანი პრეპარატები, თარგეტული თერაპია წინა პლანზე წამოვიდა ამ პრეპარატების გვერდითი კარდიოტოქსიური ეფექტები. შესაბამისად, ევროპის კარდიოლოგიურ საზოგადოებაში ჩამოყალიბდა კარდიოონკოლოგიის სამუშაო ჯგუფი და შესაბამისად მოხდა ამ ინფორმაციის თავმოყრა ყველა ამ კარდიოტოქსიური გართულებების, რის საფუძველზეც პირველად 2022-ში ჩამოყალიბდა დოკუმენტი, გაიდლაინი, პირველი გამოქვეყნდა კარდიოონკოლოგიის გაიდლაინი, ეს ხო პირველი გამოცემა გაიდლაინის, ჩვენ მოხდეს მომავალში ველოდებით განახლებას, სადაც პუნქტობრივად არის ყველა კარდიოლოგიის მიმართულება და მათ ამ ასე ვთქვათ მათი ურთიერთქმედება ანტისიმსივნურ მკურნალობასთან და ყველა ნაბიჯ-ნაბიჯ გაწერილია თუ ჩვენ კარდიოლოგებმა როგორ უნდა ვიმოქმედოთ, რა ეტაპზე, რა პრევენციული ღონისძიებები უნდა ჩავთოთ იმისთვის, რომ ამ მკურნალობის შედეგად ონკოლოგიურმა პაციენტმა მიიღოს ის მაქსიმალური შედეგი, არ მოხდეს წვეთა მკურნალობაში, მიიყვანოს ბოლომდე დანიშნული მკურნალობა და კარდიოვასკულარული გვერდითი ეფექტები მინიმუმზე იქნეს დაყვანილი. ამის გარდა შარშან პირველად პირველი კონგრესი ჩატარდა კარდიოონკოლოგიის ევროპის პირველი კონგრესი იყო შარშან ფლორენციაში ონკოკარდიოლოგიის და წელს ვენაში გეგმება უკვე მეორე კონგრესი, სადაც ყველა დაინტერესებული, ასე ვთქვათ, კარდიოლოგი უკვე ცალკე ფაქტობრივად დარგად მიმართულებაც ჩამოყალიბდა. როგორც ვთქვათ, სუბსპეციალობა ჩამოყალიბდა, როგორც ევროპის კარდიოლოგიის საზოგადოების ოჯახში, ისევე უკვე გლობალურად და ჩვენს დაახლოებით წელიწად ნახევარია მას შემდეგ რაც უკვე ახალი გაიდლაინი გამოიცა და ასე ვთქვათ ეს მიმართულება განვითარდა ჩვენ საქართველოს კარდიოლოგიის საზოგადოების ქვეშ ასე ვთქვათ ჩამოვაყალიბეთ კარდიოონკოლოგიის სამუშაო ჯგუფი, სადაც ჩვენი ასე ვთქვათ შესანიშნავი ქალბატონები ასე ვთქვათ გაეწევრიანებულები ვართ, ამ ეტაპზე ვართ 5 კარდიოლოგი, რომელიც ვართ სამუშაო ჯგუფში, თუმცა ჩვენ გვაქვს ასე ვთქვათ ვცდილობთ რომ კომუნიკაცია გქონდეს ასე ვთქვათ ონკოკარდიოლოგი და ასე ვთქვათ ონკო სხვა დარგების ასე ვთქვათ კოლეგებთან, რომლებიც ასევე დაინტერესებულები არიან ონკონევროლოგია, ონკოენდოკრინოლოგია და ასე შემდეგ და შევქმნათ ის დიდი სამუშაო ჯგუფი და ქსელი, რაც ჩვენ პაციენტებს გამოადგებათ პირველ რიგში იმისთვის, რომ მათ ეს რთული გზა, რაც ბედის არ გუნა, ისე წარმართონ, რომ მინიმალური გვერდითი ეფექტებით, ასე ვთქვათ, შეხვდნენ ამ ყველაფერს და ხშირ შემთხვევაში, რაც თავისთავად შესაძლებელია, მოხდეს პრევენცია. ეს არის მთავარი. კი, როდესაც უკვე რაღაცა კარდიოტოქსიურობა გამოვლინდება, ჩვენ გვაქვს გარკვეული ბერკეტები, რომ ეს მინიმუმზე დავიყვანოთ ან თავიდან ავიცილოთ, მაგრამ მთავარი საკითხი არის პრევენცია, რომ არ განვითარდეს და პრეკლინიკურ, სუბკლინიკურ ეტაპზე აღმოვაჩინოთ ის ძირითადი მომენტები, რაც შემდგომში თავს აარიდებს პაციენტს უკვე რთული ტოქსიური გართულებებისგან.
ძალიან დიდი მადლობა და მე რაც მენიშნეს რომ ძალიან სწრაფად აყო ესე იგი საქართველოს ამ ახალ ინიციატივას რამდენიმე წელიწადში რაც ესეთი პატარა ქვეყნისთვის ვთქვი ძალიან საამაყო ფაქტია თან ესეთი ახალგაზრდული გუნდია რაც მე პირადად ძალიან მახარებს და დიდი მადლობა რომ აი ესეთ საქმეს ჩაუდექით ეს დავამატებდი რომ წელს ასევე ევროპის კარდიოლოგთა ასოციაციის კარდიოონკოლოგიის სამუშაო ჯგუფში პირველად ჩატარდა ასე სერტიფიცირება ასე ვთქვათ კარდიოონკოლოგიაში რათა ასე ვთქვათ კონდეთ აღიარება და მათაც და თათან წელს პირველად ჩააბარა ასე ვთქვათ იყვნენ საქართველოსგან პირველნი ვინც მიიღეს კარდიოონკოლოგიის საკმაოდ რთული გამოცდა ჩააბარეს და მიიღეს სერტიფიკატები ანუ რეალურად ქვეყანაში ყავს ორი სერტიფიცირებული კარდიოონკოლოგი აი ზუსტად ეს დიდი მადლობა აი ამ პატარა ჩანართისთვის იმიტომ რომ ეს მინდოდა არ მენიშნა რომ უკვე სუბსპეციალურად ფაქტობრივად ჩამოყალიბდა ჩვენს ნუსხაში შეიძლება გულისხმობ საქართველოსი ჯერ არ არის მაგრამ თქვენ ფაქტობრივად ხართ უკვე ამ ასე ვთქვათ დარგის სერტიფიცირებული სპეციალისტები და მატა მოდით თქვენ გაეცანით ჩვენს მაყურებელს და მოკლედ მოვხაზოთ რატოა მნიშვნელოვანი კარდიოონკოლოგიის ზოგადად მნიშვნელობაზე უკვე ისაუბრა ბატონო გიგამ რატოა მნიშვნელოვანი გადამზადება ამ დარგში რატო არ არის საკმარისი ჩვეულებრივი კლასიკური კარდიოლოგიის ცოდნა მხოლოდ მოგესალმებით, მატა ბუჯაბიძე, გახლავართ კარდიოლოგი, ამ სამუშაო ჯგუფის წევრი. თავისთავად აი ამ დარგის მნიშვნელობა ეპიდემიის და კიბოს სტატისტიკამ და ეპიდემიოლოგიურმა ფაქტორებმაც განაპირობა, რომ ბოლოს მონაცემებით მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ონკოლოგიური პაციენტების გამოვლენა და ამავდროულად ძალიან მნიშვნელოვნად არის შემცირებული ამ პაციენტების სიკვდილობა, გამომდინარე სწორედ იქიდან, რომ თვითონ სიმსივნური პროცესი ქრონიკულ პათოლოგიად განიხილება გამომდინარე აქედან არსებობს ძალიან დიდი პოპულაცია მათ შორის ბავშვთა ონკოლოგიის შემთხვევაშიც და არა მარტო ბავშვთა ონკოლოგიის შემთხვევაშიც რომელთაც ეგრეთ წოდებული კიბოსგან გადარჩენილი პაციენტების პოპულაცია შეიძლება ვუწოდოთ და ამ ადამიანებში ამ პაციენტებში ძალიან გაიზარდა კარდიოვასკულური დაავადებების გამოვლენის სიხშირე ისინი ცხოვრობენ დიდხანს, უფრო აქვთ გადატანილი ანტისიმსივნური თერაპიის შედეგად არსებული კარდიოტოქსიური გამოვლინებები და ამ დარგის მნიშვნელობა ვფიქრობ სწორედ აი აქ იჩენს თავს და ამ დარგის ადამიანების რაც მეტი იქნება ამ სუბსპეციალისტების გარკვეული სპეციფიკა აქვს რა თქმა უნდა გიორგი პრობლემებს და ამიტომ ჭირდება ამ დარგში გადამზადებული კარდიოლოგი არა? რაც გიორგი მახსენა პირველი ოფიციალური დოკუმენტი კარდიოონკოლოგიის გაიდლაინი რომელიც 2020 წელს ჩვენ გვაქვს ეს როგორც სამუშაო დოკუმენტი რა თქმა უნდა არის გარკვეული სპეციფიკაციები აი ეს სპეციფიკაციები პირველ რიგში მნიშვნელოვანი არის იმით რომ სწორედ წინასწარ სიმსივნის დიაგნოზთან ერთად წინასწარ სიმსივნური თერაპიის დაწყებამდე ხდება ამ პაციენტებთან კონტაქტი, მათი წინასწარი შეფასება, რისკების შეფასება და სტრატიფიკაცია და პრაქტიკულად კარდიოონკოლოგი ამ სპეციალობის ადამიანი ჩართულია პარალელურად ონკოლოგისა, პარალელურად სხვა დარგის სპეციალისტისა, ჩართულია ამ პაციენტის მართვაში სრულად. რათა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მოხდეს წინასწარ რისკების სტრატიფიკაცია და შემდეგ მინიმალიზაცია რისკებისა და შემდეგ თუ კი ასეთი რამე გართულება გვექნება, დროულად იყოს ჩართული კარდიოონკოლოგი, რომ თავიდან იქნას ასილებული მნიშვნელოვანი გართულებები. ამ სულ სპეციალობას რაც შეეხება, ხო ჩვენ ევროპაში უკვე პირველად იყო ეს გამოცდა და ევროპაში არსებობს სერტიფიცირება ამ დარგში უკვე საქართველოში რა თქმა უნდა ჯერჯერობით არ არის, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება თანდათან შეგვემატებიან ამ დარგის სპეციალისტები და მეტად უფრო საინტერესო გახდება ჩვენი მუშაობა. ძალიან მიხარია, იმიტომ რომ თქვენ შეიძლება ქსელური პრინციპითაც გავცელდეს, შევხედოთ როგორ განვითარდება მოვლენები, ისეთი ახალგაზრდები ხართ ჩართული, რომ შეიძლება გენდონ კიდევაც და რაღაცნაირად მათ მიერ გადამზადებულმა და სერტიფიცირებულმა სპეციალისტმა მე აქ თვითონ გადაამზადონ ახლა მომავალში შეიძლება ესეთი სასიამოვნო რამაც ვიხილოთ და თქვენ იყოთ პირველი ტრენერები და გამსწავლელები ასე ვთქვათ და მენტორები მაგრამ სანამ ეს მოხდება მე მინდა გკითხოთ რა თქმა უნდა სხვა კარდიოლოგების თქვენი გუნდიდან და მე ვინ შემოგიერთდებათ ალბათ გაივლიან ამ გამოცდას ალბათ აინტერესებთ და როგორ შეაფასებდით აი აღნიშნა რომ საკმაოდ რთული გამოცდა იყო და რამდენად დიდხანს ემზადებოდით იმისთვის რომ ეს პირველში გილოცავთ ორივე სამ
მოგესალმებით, გახლავართ თათა ნიჟარაძე კარდიოლოგი. როგორც აღნიშნა გიორგიმ და მატამ, ესე იგი 2022 წელს იყო პირველი გაიდლაინი და 2022 წელს იყო ასევე პირველი International ესე საერთაშორისო კარდიოონკოლოგიური საზოგადოების მიერ ჩატარებული, ოღონდ ეს ეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს და წელს წამოეწია, ასე ვთქვათ, ევროპა, იმიტომ რომ ვიცით, რომ ორი დიდი სამუშაო სივრცეა ამერიკის და ევროპის და მაინც მეტნაკლებად ფეხდაფეხ მიდიან ერთმანეთის. ეს დანონსებული იყო აი წინა კონფერენციაზე, რაც იყო ნახსენები 2025 წლის ივნისში და ნუ რაღაცნაირად მაშინ გადავწყვიტეთ, რომ ნუ დავიწყოთ მეცადინეობა, იმიტომ რომ მაინც ყოველდღიურ პრაქტიკაში გაქვს იმ გაიდლაინთან, იმ სტატიებთან რაც იბეჭდება და მოგეხსენებათ, რომ არაერთი სტატია იბეჭდება ყოველ დღე, იმდენი რაღაცაზე შეგიძლია რომ წვდომა გქონდეს და შეძლო მეცადინეობა თუ ეს არის სურვილი და გადავწყვიტეთ რომ გვეცადა ასე ვთქვათ. ეხლა რაც შეეხება სირთულეს, ნუ რა თქმა უნდა მარტო სირთულის მხრივ არ წავალ, საინტერესოც იყო იმ მხრივ, რომ როდესაც უშუალოდ არ გადიხარ მომზადებას, რაღაცნაირად ჩვენ თავსაც ცდი და თან პასუხისმგებლობაც მეტი გეკისრება და რა თქმა უნდა იქ უფრო მეტი გამოცდილება მოგეხსენებათ არსებობს ცენტრები კარდიოონკოლოგიური, სადაც არა მარტო ამბულატორიული ამბულატორიაში უფრო შეიძლება რომ ერთად იყოს კარდიოლოგი და ონკოლოგი. ჯერჯერობით საქართველოში არ არის ისეთი ცენტრი, სადაც კარდიოლოგი, ონკოლოგი და რაც იყო ნახსენები სხვა გუნდის სპეციალისტები, რაც ძალიან კარგ გამოსავალთან არის ასოცირებული მულტიდისციპლინური მიდგომები, ეს მიმართულება ჯერ არ არის კარგად ჩამოყალიბებული საქართველოში, მაგრამ მნიშვნელოვანია ის, რომ კარდიოლოგი და ონკოლოგი, კარდიოლოგი და ნევროლოგი, კარდიოლოგი და ენდოკრინოლოგი ერთად მუშაობენ და სწორედ ამიტომ ძალიან კარგად არიან დახელოვნებული უკვე კარდიოლოგიური მიმართულებით ონკოლოგები და ონკოლოგები კარდიოლოგები ონკოლოგიური მიმართულებით. ჩვენ გამოსცა რომ დავწერეთ, ქონდა მე საუბარი მაგასთან დაკავშირებით და ნუ იქ იყო ცოტა მეტი ონკოლოგიური კითხვა, მაგრამ ეს ახსნადია გამომდინარე იქიდან, რომ ეს კარდიოონკოლოგია ისე ერთმანეთთან არის შეჭიდული, რომ შესაბამისად რაღაც ცოდნა, ბაზისური ცოდნა მოეთხოვება ონკოლოგსაც და კარდიოლოგსაც მათ საპირისპირო სპეციალობებში. ჩვენ ახალგაზრდობაში იყო გამოთქმა ყველაფერი ჩიკი გახსოვთ, იძულებული ვიყავით ხომე რომ ყველაფერი გწოდნო და მეტნაკლებად ყველანაირად გვემართა განსაკუთრებით იმ 90-იან წლებში და მე ძალიან მიხარია რომ რეალურად ჩვენ ბრუნდებით ჰოლისტურ მიდგომაზე რომ პაციენტი ნამდვილად აი მათამ დიდი მადლობა რომ შემოგვაშველა და გითხრა რომ კიბო განიხილება ქრონიკულ დაავადებად და ბუნებრივი ადამიანის გარდა ონკოლოგიისა რაც კი რამე ამ დაავადებით მოდი ვთქვათ პროვოცირებული თუ მისი გვერდით მოვიდეთ ნარჩენი ნამდვილად განვითარებული აქვს ჩვენ ადამიანს კურნაოდ და არა მარტო კონკრეტულ დაავადებას და იმას ონკოფსიქოლოგიაც სჭირდება, ონკონუტრიციაც სჭირდება, ონკორეაბილიტაციაც სჭირდება, ონკონევროლოგიაც, ენდოკრინოლოგიაც და ამ შემდგომ ან ყველა ის სპეციალობა რომელიც ჩვეულებრივ ჯანმრთელ ადამიანს შეიძლება დაჭირდეს, ოღონდ სპეციფიკა აქვს თავისი რაღაც. პარალელურად ონკოლოგიური პათოლოგია გვაქვს და მე ვფიქრობ თქვენ რაც ბრძანეთ ამის გარკვეული ბალანსირება ამ წუთას ხდება, იმიტომ რომ ესეთი როგორ თქვა ენთუზიაზმზე ხო და პროფესიული ინტერესიდან გამომდინარე ჯერჯერობით საკმაოდ დიდი გუნდი მულტიდისციპლინური შექმნილია, სადაც იკრიბებით ხოლმე და მსჯელობთ და მომავალში ამას შეიძლება ოფიციალური სახე მიეცეს, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ბრუნდებით იქითკენ რომ ყველაფერი შევაფასოთ, ოღონდ ეს ერთმა ადამიანმა კი არა აკეთოს, როგორც ადრე გვიწევდა. არამედ უკვე ეს იყოს გუნდური, რომ ყველამ თავისი მიმართულებით მართოს ონკოპაციენტი. და ვიდრე მე უშუალოდ იმ თქვენი გუნდის დანარჩენ წევრებს მოვიწევ სტუდიაში, რომლებიც ალბათ მოგვიყვებიან უკვე საინტერესო кейსებს, შემთხვევებს, ალბათ უკვე მართავენ ონკოპაციენტებს, ხო, რომელთაც ჭირდებათ კარდიოტოქსიურობის პრევენცია ან მართვა, მინდა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ვფიქრობ კითხვაც დავსვა და სამივესგან მოკლედ მოვისმენდი პასუხს. რადგან ამ მიმართულების განვითარება დავიწყეთ და დაგროვდება უკვე გამოცდილება, როგორ ფიქრობთ? ხომ არ შეუწყობს ეს ხელს ერთის მხრივ აკადემიური, ანუ უკვე ვახსენე საგანმანათლებლო, ჩვენთანაც იყოს კარდიოონკოლოგიის გარკვეული სკოლა,
და სამეცნიერო კვლევით საქმიანობას. გიგა თქვენგან დავიწყოთ. დიახ, რა თქმა უნდა, ზოგადად თანამედროვე ჩვენი ზოგადად ჯანდაცვის სისტემა დღეს საქართველოს სამწუხაროდ განიცდის დეფიციტს, თქვათ აკადემიური ცხოვრების, იმიტომ რომ გვაქვს ბევრი ჰოსპიტალი, ბევრი კლინიკა, თუმცა ბევრი წამყვანი სპეციალისტი დაგსაქსულია სხვადასხვა კლინიკაში, სხვადასხვა სპეციალისტი სხვადასხვაგან მუშაობს და სამწუხაროდ პაციენტებსაც უწევთ საკმაოდ იქით-აქეთ სიარული და რაც ჩვენთვისაც ძალიან მტკივნეულია, იმიტომ რომ ენდოკრინოლოგთან უნდა წავიდეს ერთ კლინიკაში, კარდიოლოგთან სხვაგან, მისი რჩეული ონკოლოგი შეიძლება საერთოდ სხვა კლინიკაში მუშაობდეს და ეს პაციენტისთვის დიდი დისკომფორტია და რა თქმა უნდა ალბათ ოდესმე იქნება ჩვენთანაც რომ იყოს დიდი მსხვილი კლინიკა, ჰოსპიტალი, სადაც იქნება ის ცხოვრება, რასაც ქვია როგორც აკადემიური, ისე კლინიკური, ის დუღილის პროცესი, საიდანაც სადაც როგორც ასე ვთქვათ, ჩვენი პროფესორ-მასწავლებლები იღვაწებენ, ასევე ის ახალგაზრდა თაობაც გაიზრდება და განვითარდება. ყველა ეს მიმართულება ერთ სივრცეში, რა თქმა უნდა, მე ვფიქრობ, რომ აუცილებლად ეს დრო დადგება, რომ მოიტანს მოთხოვნილება იქნება და ალბათ მოიტანს. და რაც შეეხება უშუალოდ კარდიოონკოლოგიას, რა თქმა უნდა, ეს არის დარგი, პირველ რიგში ამბულატორიულ დონეზე ამ ეტაპზე ჩვენ საბედნიეროდ ვახერხებთ იმას, რომ ჩვენ პაციენტებს ყველა ის საჭიროება დაუკმაყოფილოთ, რაც ჭირდება ონკოკარდიოლოგიის, ასე ვთქვათ, მკურნალობის და დიაგნოსტიკის და მართვის პროცესში. ყველაზე მტკივნეული თემა რაც არის ჩვენთვის რომ არ არის ესეთი კარდიოონკოლოგიური კლინიკა, იმიტომ რომ ბევრი სამწუხაროდ ბევრი კლინიკა, ბევრი ჰოსპიტალი, ბევრი გადაუდებელი მიმღები ონკოლოგიურ პაციენტებს გაურბიან. და როგორც კი გებულობენ რომ ონკოლოგიური პაციენტია, პირობითად აქვს მეოთხე სტადიის სიმსივნე, ესეთ სიტუაციაში ცდილობენ რომ აირიდონ მსგავსი პაციენტია, არამედ დღეს თანამედროვე მკურნალობით მეოთხე სტადიის და მეტასტაზური სიმსივნეებიც კი იმართება და პაციენტები მრავალი წლის განმავლობაში ღებულობენ იმ ხარისხიან ცხოვრებას, რაც თანამედროვე მედიკამენტებით ხდება. და დღეს ონკოლოგიური დაავადება აღარ არის განაჩენი, დღეს ონკოლოგიური დაავადება იმართება ისევე ქრონიკულად ახსენეს, როგორც შაქრიანი დიაბეტი, ათეროსკლეროზი, თუ ნებისმიერი სხვა დაავადება, ამიტომ ჩვენ პაციენტებს დიდი მადლობა. მე მგონი ძალიან საინტერესო პერსპექტივა დავსახეთ და საკმაოდ რეალისტური მომავლისთვის. მატა, რა სიტყვით, ორი სიტყვით, აი უფრო სამეცნიერო კვლევითი და საგანმანათლებლო კუთხით. სხვათა შორის არის ბევრი კარდიოლოგიური მედიკამენტი, რომელიც ჩვენთვის კარდიოლოგებისთვის დიდი ხანია ცნობილია. კარდიოონკოლოგიური კვლევების, რა თქმა უნდა, საქართველოში ჯერჯერობით ამასთან შეხება ჩვენ არ გვაქვს, მაგრამ ევროპასა და ამერიკაში ბევრი კვლევა მიმდინარეობს სწორედ ჩვენთვის კარგად ნაცნობ მედიკამენტებზე, რომლებიც რეგისტრირებული გვაქვს, ხო? ანუ ამის პრობლემა არ გვექნება. არა, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ყოველთვის კარგად ცნობილი მედიკამენტების ჯგუფები, რომლებიც კარდიოონკოლოგიური პაციენტებზე ჩატარებული დიდი კლინიკურ კვლევებში სწორედ კარდიოტოქსიურობის შემცირებაზე მოქმედებით აქვთ ძალიან დადებითი ეფექტი და ეს კვლევები მიმდინარეობს ჩვენთან საქართველოში ამის პრეცედენტი და ის არ გვაქვს ჯერჯერობით, მაგრამ ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ დარგის განვითარებასთან ერთად და კლინიკური ნაწილის განვითარებასთან ერთად და გაფართოებასთან ერთად კლინიკური კვლევის საშუალებებიც იქნება ის, რაც ჩაერთვება საქართველოს ამ დიდ კვლევებში, რაც დაადასტურებს კიდევ ერთხელ, რომ სწორედ კარდიოონკოლოგიის მეშვეობით შესაძლებელია კარდიოტოქსიურობის მინიმალიზირება და პაციენტების სწორად მართვა. ძალიან დიდი მადლობა და მე თქვენ ოდნავ განსხვავებით დაგისვამდით კითხვას და ამით დავასრულებთ დღეს და სხვა დროს გვირდებით, რომ კიდევ უფრო ასე ვთქვათ ჩაღრმავებულად მთელ გადაცემას მიუძღვნით ამ ნაწილს, ასე ვთქვათ, ამ მიმართულებას ონკოლოგიაში. როგორ ფიქრობთ, თათა, ერთი არის პრევენცია კარდიოტოქსიურობის, მაგრამ არიან პაციენტები, რომელსაც უკვე აქვთ ან ონკოლოგიასთან ასოცირებული კარდიოლოგიური პრობლემა, ან უბრალოდ ორი კომორბიდობა, ასე ვთქვათ, ორი დაავადება, ერთი ონკოლოგიური და მეორე გულის პრობლემა. აი ამ შემთხვევაში თუ გვაქვს რაიმე ეპიდემიოლოგიური საინტერესო მონაცემები კარდიოონკოლოგიის, ასე ვთქვათ, მხრიდან ეფექტურობის და რა პერსპექტივას ხედავთ ამ პროცესს? მოგეხსენებათ, რომ არაერთი მედიკამენტი არის, რომელიც უშუალოდ დაუშვათ ერთ მაგალითზე ავიღოთ, მოქმედებს კორონარულ არტერიებზე. იწვევს შეიძლება ათეროსკლეროზის ფორმაციის დაჩქარება, შეიძლება გამოიწვიოს ვაზოსპაზმი, ან შეიძლება
მიდრეკილი გახადოს ინფარქტისაკენ, ასე ვთქვათ, ასევე ზოგი მოქმედებს ჰიპერტენზიაზე, ზოგი მიდრეკილია უფრო თრომბოზებისკენ და იმ პაციენტებს დაუშვათ, რომელსაც უკვე გამოვლენილი აქვს, დადასტურებული აქვს კორონარული არტერიების დაავადება, მწვავე კორონარული სინდრომი ქონდა, მაგის გამო აქვს ჩატარებული ან ინტერვენციული კარდიოლოგიით სტენტირება, ან შუნტირება, ან არის ანტიჰიპერტენზიული მედიკამენტი და ჩვენ თუ წინასწარ ვიცით, რომელი მედიკამენტი რასთან არის ასოცირებული, იმიტომ რომ წინასწარ როგორც ახსენეს, ვახდენთ რისკის სტრატიფიცირებას, რა თქმა უნდა ეს 1-2-რად ან შეიძლება უფრო მეტადაც შეამცირებს, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით მოსალოდნელი კარდიოვასკულური ტოქსიკურობა რა შეიძლება იყოს და რა თქმა უნდა ამისთვის მოვამზადებთ მოგიწიოთ ჩარევა. აი მაგალითად თუ არის პაციენტი გულის არეში ტკივილით, ხო, ხანდახან საჭიროებს დიფერენცირებას, იმიტომ რომ შეიძლება ისეთი მედიკამენტი იყოს არჩეული, რომელიც უფრო ასოცირებულია კორონარულ დაავადებასთან, ანუ გამიჯნული, სანამ დაიწყება ანტისიმსივნური მკურნალობა, ეს რა ტკივილია, რასთან არის კავშირში, აუცილებლად უნდა იყოს და ეს გავამატებთ დიდი ბოდიში, რომ ეს არ ხდება მარტო კარდიოლოგიური თვალსაზრისით, ეს იგივე ეხება სხვა დარგობრივ სპეციალისტებსაც, თუნდაც ენდოკრინოლოგიურ პათოლოგიებს, იმიტომ რომ არაერთი მედიკამენტია, რომელიც მოქმედებს ფარისებ ჯირკვალზე. არაერთი მედიკამენტია, რომელსაც პაციენტს აქვს დადასტურებული დიაბეტი, ისედაც აქვს მიდრეკილება ნეიროპათიისკენ და შეიძლება ამ ანტისისტემურ მედიკამენტმა გააღრმავოს. ამიტომ ყველა პაციენტი სხვადასხვა მოდელია სხვადასხვა ქვეყანაში, რომ როგორ ხდება ამ პაციენტების მართვა, მაგრამ უმრავლესობაში მიზანი უნდა და სამიზნე უნდა იყოს ის, რომ ყველა პაციენტი განხილული იყოს გუნდის მიერ და უფრო გასაგებია ეს ჩვენ აღნიშნეთ ზუსტად ეს თქვით რომ ეს ამდენდრო აღარ აქვს, ამიტომ ვთქვით რომ სხვა მიმართულებებიც მნიშვნელოვანია, უბრალოდ ჩვენ კარდიოონკოლოგიაზე რა ხარ საუბრობთ დღეს, მე იმიტომ დამაინტერესა ამ საკითხმა, რომ ჩვენთან ცოტა რთულია კლინიკური ფარმაცევტის თემა და ასე შემდეგ არ არის მანდატორული და შეიძლება თუ არა თქვენმა რჩევამ, აი ესეთი რამ მოხდეს, შეცვალოს კლინიკური ონკოლოგის დანიშნულება. თქვენ უთხრათ რომ მე პრინციპში მივიჩნევ ეს უკუნო ჩვენებია კარდიოლოგიური პრობლემის გამო, კარდიოლოგის მიზანი ონკოლოგიურ პაციენტებში უნდა იყოს მაქსიმალურად, რომ ხელი შეუწყოს, რომ მის მიერ არჩეული მედიკამენტური მკურნალობა არ დაირღვეს არც სქემა, მაგრამ რიგ შემთხვევაში ხდება ხოლმე, რომ რა თქმა უნდა უკუნაჩვენებია, მაგრამ ესეთი ძალიან მკაცრი უკუჩვენებები არ არსებობს. მაქსიმალურად უნდა ეცადოს კარდიოლოგი, რომ ონკოლოს რაც აქვს არჩეული ანტისიმსივნური მკურნალობა არ გადაუადოს. აი არ არსებობს, რომ დაუშვათ არის რაღაცა ძალიან მცირე პროცენტში, მაგრამ ჩვენი მიზანი უნდა იყოს, რომ ონკოლოგმა წარმართოს შესაბამისი ესეთი best cancer treatment ეს ეძახიან ეს მკურნალობა, რომ პაციენტმა მიიღოს მაქსიმალური გამოჯანმრთელება. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს ინფორმაცია, რომ არ იფიქროს მაყურებელმა, რომ შეიძლება კარდიოლოგიური პრობლემის გამო გადაუადდეს. ადრე იყო ბოდიში, რომ წნევა აქვს და რა დროს წნევის მკურნალობა აქვს, სიმსივნე აქვს, ან განდევნის ფრაქცია აქვს დაბალი და საერთოდ ოპერაციაზეც არ იყო ხოლმე არც ხიურთერაპიაზე, არც ანტისიმსივნურ მკურნალობაზე და არ ექცეოდა ბევრ რაღაცას ყურადღება და ასე ვთქვათ აღარ უტარდებოდა, იმიტომ რომ მას ჰქონდა სიმსივნე. ან პირიქით იყო ხოლმე განდევნის ფრაქცია აქვს დაბალი და მაგი ვერ გადაიტანს ესე. თუმცა თქვენ რაც ბრძანეთ, ჩვენ რა თქმა უნდა ონკოლოგებთან ხშირად რჩევის სახით ვაძლევთ, რა თქმა უნდა ჩვენ არ ვერევით ონკოლოგის კომპეტენციაში, თუმცა ხშირად ონკოლოგთან გვაბრძარი, რომ პაციენტს აქვს ეს კორონარული დაავადება, მოდეს ვთქვათ არის ესეთი აგენტი და ხომ არ არის რაიმე ალტერნატიული თანაბარ ზომიერად ეფექტური ონკოლოგიური კუთხით, მაგრამ ალტერნატიული თერაპია და ხშირ შემთხვევაში ხდება მოდიფიცირება პაციენტში საჭიროების შემთხვევაში. ჩვენერია ეს არის სწორედ პერსონიფიცირებული უკვე ფაქტობრივად პაციენტზე მორგებული, პაციენტზე ორიენტირებული მკურნალობა ინდივიდუალურად ხდება. ზუსტად რისკის შეფასებაც ყველა პაციენტზე ხდება ინდივიდუალურად. უღრმესი მადლობა, როგორც შეგპირდით ჩვენ მომავალში ალბათ უფრო ონკოლოგებთან ერთადაც შევიკრიბებით და ვიმსჯელებთ ამ თემაზე. მადლობას მოგახსენებთ მოგზაურობისთვის და თქვენის ნებართვით უკვე სუფთა კლინიკურ შემთხვევებზე სასაუბროდ მოვიწვევთ თქვენი გუნდის. მადლობა. და შემოგვიერთდნენ გუნდის დანარჩენი წევრები, გთხოვთ წარგვიდგინოთ თქვენი თავი და ასევე ვისაუბროთ უკვე კონკრეტულად თუ გქონია შემთხვევა ონკოლოგიური პაციენტის, რომელსაც დაჭირდა კარდიოონკოლოგის მართვა და დახმარება.
გამარჯობათ, მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მოწვევისთვის. მე ვარ თამარ გაფრინდაშვილი, კარდიოლოგი და კარდიო-ონკოლოგიის სამუშაო ჯგუფის წევრი. რა თქმა უნდა, რაც შევიქმნით და შექმნის მიზანიც ეგ იყო, რომ სწორედ ესეთი პაციენტები გვემართა. შემთხვევებიც იყო, საკმაოდ ვიტყოდი, რომ რაღაცა წილი გამოცდილების დაგროვდა, თუმცა ეს ჯერჯერობით სხვაში წვეთი არის, მაგრამ ის სპეციფიკა, რომელიც ამ სუბსპეციალობას აქვს, უკვე მასნაირად ჩვენთვის ცნობილი არის და ჩვენ საკუთარ მაგალითზე და პაციენტებზე ვხედავთ აი იმ საკითხების მნიშვნელობას, რაზეც ჩვენმა წინამორბედებმა ძალიან კარგად ისაუბრეს. ეს არის ის დარგობრივი სპეციალისტების ჰარმონიული ურთიერთობა და ასევე ის, რომ მაგალითად ის პაციენტები უკვე ჩვენს მიმართ, ჩვენთან მომართული პაციენტები, ხშირ შემთხვევაში არიან ის პაციენტები, რომლებსაც აქვთ უკვე რაღაცა კარდიოლოგიური პრობლემა, იქნება ეს ინფარქტი, უკვე ეს ყველასთვის ცნობილი ეს დაავადებები, სარქლოვანი პათოლოგიები. თუ ადრე ეს დაავადებები იყო, ასე ვთქვათ, განაჩენი ამ პაციენტის ძირითადი დაავადების მკურნალობისთვის, დღესდღეობით ეს უკვე ესე არ არის. პაციენტებისთვის უარი იყო ის, რომ მაგალითად მას აქვს რაღაცა მძიმე აორტული სტენოზი და ოპერაციას ვერ გაუკეთებთ, იმიტომ რომ ის მას მარტივად ვერ გადაიტანს. დღესდღეობით ეს ასე აღარ არის. ამ მულტიდისციპლინარული მიდგომით სავსებით მარტივად შესაძლებელია ამ პაციენტის მართვა ამ მძიმე თანხმდები პათოლოგიებთან ერთად. ეს ერთმნიშვნელოვნად ზრდის თვითონ დარგობრივი სპეციალისტების ერთად მუშაობის როლს და რა თქმა უნდა კეთილსაიმედო გამოსავალს პაციენტის ძირითადი დაავადებების მკურნალობაში. კონკრეტულად რა ნოზოლოგიებით გყავდათ თქვენ პაციენტები ამ ბოლო პერიოდში და საინტერესო შემთხვევა თქვენდა? ერთ-ერთი საინტერესო შემთხვევა იყო პაციენტი მძიმე აორტული სტენოზით და ძუძუს კიბოთი. ძუძუს კიბო არ იყო ისეთი შედარებით არაგანვითარებული სტადიის იყო, არამეტასტაზური, თუმცა აორტის სტენოზი იყო მნიშვნელოვანი და ქირურგიულად ჩასარევი. პაციენტისთვის ეს რამოდენიმე წლის წინანდელი შემთხვევა იყო და პაციენტს ეთქვა უარი ამ ოპერაციაზე, თუმცა ონკოლოგიის, არა, აორტული სტენოზის გამო. და ონკოლოგიის გამო უარი უთხრეს აორტული სტენოზის ოპერაციაზე? პაციენტს მძიმე აორტული სტენოზის გამო უარი ეთქვა ონკოლოგიური ოპერაციის ჩატარებაზე. თუმცა დღესდღეობით ეს უკვე დაბრკოლება აღარ არის. არის ისეთი манипуляციები თვითონ სარქლოვანი პათოლოგიების გაიდლაინშიც შემცირდა ის ასაკი, როდესაც ხდება ინტერვენციული ჩარევა, აორტის სარქლის პროთეზირება არა ქირურგიული მეთოდით, არამედ ტრანსკათეტერული მეთოდით, რასაც ასეთ პაციენტებში უკვე მნიშვნელოვანი გამოსავალი არის, ამცირებს ჰოსპიტალიზაციის დროს და ესეთი პაციენტები უკვე დაბრკოლება არ არის ონკოლოგიური ქირურგიის ჩასატარებლად. პაციენტები, რომელთაც ჰქონდათ დაბალი განდევნის ფრაქცია მაგალითად და იყო ესეთი შემთხვევა, როდესაც ძველ ადრე ითვლებოდა, რომ ამ დაბალი განდევნის ფრაქციის მქონე პაციენტებში არ უნდა იწყებოდეს ისეთი პრეპარატები, რომლებიც თავისთავად მოქმედებენ განდევნის ფრაქციაზე, თუმცა ეს უკვე ითვლება, რომ შესაძლებელია თუ ამ პაციენტების მნიშვნელოვანი და მჭიდრო მონიტორინგი მოხდება და ეს არის ძირითადი პათოლოგიები, რაც ხშირ შემთხვევაში თან ახლავს, განსაკუთრებით, როდესაც ასაკოვანი პაციენტები არიან და აპრიორი აქვთ გულსისხლთა დაავადებები და შემდეგ ხდება ონკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტირება და ზუსტად ეს არის ჩვენი როლი ამ შემთხვევაში, რომ განვსაზღვროთ, დავეხმაროთ და მაქსიმალურად შევსხუდოთ იმ ძირითადი დაავადების მკურნალობის დაბრკოლებით მიმდინარეობა იმისთვის, რომ მოხდეს სათანადო მკურნალობა. ძალიან დიდი მადლობა, იმიტომ რომ ჩვენ პირველ ნაწილში უფრო ვისაუბრეთ
როდესაც ონკოთერაპია, ონკოლოგიური მკურნალობა მიმდინარეობს და კარდიოტოქსიურობის პრევენციისთვის შეიძლება კარდიოონკოლოგია იყოს ჩართული და ეხლა პირიქით მეორე მხრიდან შევხედეთ პროცესს, როდესაც პაციენტს შეიძლება ჰქონდეს კარდიოლოგიური პრობლემა, მერე დაუდგინდეს ონკოლოგიური ან ერთად გამოვლინდეს და ამ შემთხვევაში თქვენ ყველანაირად გამოდის, რომ ეხმარებით ონკოლოგებს იმისთვის, რომ მათ თავისი საქმე აკეთონ. ისე რომ კარდიოლოგიური დაბრკოლების გამო რაიმე არ გადადონ, შეცვალონ და მით უმეტეს არ თქვან უარი. ძალიან საინტერესოა და ეხლა თუ შეიძლება თქვენ რომ მოგვიყვეთ იმ ძირითადი პრობლემების შესახებ, რომელთა მართვაც შეიძლება. მოგესალმები, გახავართ თამარ თარხანმოურავი, კარდიოლოგი, კარდიონკოლოგიური სამუშაო ჯგუფის წევრი. პრობლემები მართლაც ბევრია, როგორც თამარმა ისაუბრა, ძალიან დიდი სპექტრი არის კარდიოლოგიური პრობლემების ონკოლოგიურ პაციენტებში და მე ყურადღებას გავამახვილებ ერთ-ერთ ძალიან საინტერესო სფეროზე, არითმიებზე, რომელიც არ უნდა დაგვრჩეს ყურადღების მიღმა. არითმის მართვა საკმაოდ განსხვავებული სპეციფიურობა ახასიათებს ონკოლოგიურ პაციენტებში და ამას ვითვალისწინებთ ჩვენ ყოველდღიურ პრაქტიკაში. ასევე ძალიან საინტერესო თემა არის და საკმაოდ დიდ დილემას წარმოადგენს სხივური თერაპია და იმპლანტირებული კარდიული მოწყობილობები. მოგეხსენებათ, მათი რიცხვი ყოველდღიურად იზრდება, ასევე იზრდება სხივური თერაპიის საჭიროება და მნიშვნელობა ონკოლოგიურ პაციენტებში. ამიტომ მათი გადაკვეთა რაღაცნაირად შეთავსებადი უნდა გავხადოთ და ჩვენი როლი არის ზუსტად ეს. და სხვათა შორის ჩვენი გუნდის ერთ-ერთ ახლო სამომავლო გეგმას წარმოადგენს ქვეყნის შიდა პროტოკოლის შემუშავება საქართველოს გულის რითმის ასოციაციასთან ერთად, რომ ესე ვთქვათ, უფრო გამარტივდეს კარდიოლოგებისთვის მსგავსი პაციენტების მართვის პროცესი. თავდა რა მაინტერესებს, ხომ არ არის რაიმე წინა, აი ორივესგან ჩემცულ ერთია, ვინი პასუხებ თავარია მაყურებლისთვის გასაგები გახდეს მით უმეტეს ისეთისთვის, ვისაც კარდიოლოგიური პრობლემა აქვს და დაუდგინდა დაუშვათ ონკოლოგიური პათოლოგია. ხომ არ არის რაიმე ესეთი სერიოზული მოდი ვთქვათ უკუჩვენება მართლა, გასაგებია რომ ადრე არ იყო კარდიოონკოლოგია და შეიძლება მაშინ უარი უთხრეს, მაგრამ ამ წუთას მართლა იმ პროტოკოლების თუ გაირლანების მიხედვით არის რაიმე ესეთი პათოლოგია, რომელიც გარკვეულწილად თხოვს ონკოლოგს, რომ შეაჩეროს, გადადოს ან შეცვალოს მკურნალობა. გაქვთ რაიმე ასეთი ინფორმაცია? როგორც უკვე ითქვა, ჩვენი როლი არის ის, რომ ჩვენ მაქსიმალურად არ შევწყვიტოთ და შევძელოთ, რომ გავაგრძელებინოთ. ერთ-ერთი აი ის ნოზოლოგია, რომელიც რახან თქვენ ახსენეთ დეფიბრილაცია და დავშეცვლილი თერაპია, დეფიბრილატორები და ხო თერაპიისთვის აი ეს მინდა რომ გამოიკვეთოს, რომ უკვე ეს შესაძლებელია. აი მსგავსი რამ თუ არის კიდევ აი ერთადერთი მაგალითი იმისი, როდესაც დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს ონკოლოგიური მკურნალობა, ეს არის ეგრეთ წოდებული immune checkpoint inhibitor-ებით განპირობებული მიოკარდიტი, სადაც აბსოლუტური ჩვენება არის. კი, როდესაც პაციენტი იმყოფება მძიმე გულისხმარისობას, ფულმინანტურ მიოკარდიტს ავითარებს, პაციენტი შეიძლება რამოდენიმე საათში დაიღუპოს და ეს არის ერთადერთი შემთხვევა, ძალიან იშვიათად არის ესეთი, როდესაც პირდაპირ წყვიტავთ, არათუ დოზას ვამცირებთ და ასე შემდეგ, პირდაპირ წყვიტავთ და მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ პაციენტი აღიდგენს და აღდგება ეს ყველაფერი ხდება, მერე განხილვა შესაძლებელია თუ არა ისევ ამ მკურნალობის გაგრძელება ამ პაციენტთან. ძალიან მნიშვნელოვანია ეს პასუხი ჩემთვის, იმიტომ რომ და პირველ რიგში ალბათ მაყურებლისთვის, იმიტომ რომ მინდა იცოდნენ, რომ ძალიან იშვიათი პათოლოგიების დროს და იშვიათად ხდება მსგავსი რამ, მაგრამ არსებობს მაინც ასეთი შემთხვევები და ეს კიდევ ერთხელ უსვამს როლს, რამდენად მნიშვნელოვანია კარდიოონკოლოგიის განვითარება საქართველოში, რომ რაიმე პათოლოგიის გამო არ მოუწიოთ ონკოლოგებს თავისი გეგმების და სქემების შეცვლა და მით უმეტეს შეწყვეტა და გადადება და პაციენტებს არ ქონდეთ გარკვეული ცდარი ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით. და ვიდრე დავასრულებთ, მინდა რომ პატარა დასკვნა გააკეთოთ, როგორც პრაქტიკოსებმა ამ კარდიოონკოლოგიის შემდგომ განვითარებასთან, შემდგომ გეგმებთან დაკავშირებით და მისცეთ გარკვეული შეიძლება რჩევაც
პაციენტებს, რომლებიც ახლა ონკოპაციენტებს, რომლებიც ახლა გვისმენენ. როგორც ასევე იყო ნახსენები, აი ეს ჩვეულებრივი პრეპარატები, რომელსაც კარდიოლოგიას, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურობაში ხმარობთ, სამწუხაროდ ძველ პერიოდში და ვიცით, რომ მედიცინა ემყარება მტკიცებულებებს, იმ კვლევებში, რომლებიც ამ პაციენტების, ამ მედიკამენტების ეფექტურობაზე მეტყველებდნენ, თითქმის ყველაში ონკოლოგიური პაციენტი იყო გამორიცხვის კრიტერიუმი. დღესდღეობით არის უამრავი კვლევა, იქიდან გამომდინარე, რომ ეს საკითხი ძალიან აქტუალურია და პარალელურად ასობით და ათასობით კვლევა მიმდინარეობს მსოფლიოში, სადაც ეს მედიკამენტები ხდება მათი შესწავლა ამ დიდი რაოდენობის პოპულაციაზე უფრო მიზანმიმართულად, მაგალითად პაციენტებში, რომელთაც აქვთ ონკოლოგიური პათოლოგია და რაღაც ძალიან დიდი გარღვევა იქნება ჩვენ მოსალოდნელია და უკვე არის ამ დარგში. უნდა მომზადდეს, რა თქმა უნდა, ძალიან უფრო მეტი შესაბამისად სუბსპეციალობის, როგორც ხედავთ, ძალიან ბევრ რაღაცას მოიცავს და ძალიან ბევრი სპეციფიურობა ახასიათებს და რაც უფრო მეტი ადამიანი, რომელსაც ამასთან აქვს ურთიერთობა, კარდიოლოგი დაინტერესდება და გაივლის ამ მომზადებას, იქნება ძალიან კარგი. ძალიან დიდი მადლობა და რას დაამატებთ? ოპტიმისტური ნოტით დავასრულოთ. სიმსივნე გადარჩენილი პაციენტების, ეგრეთ წოდებული cancer survivors რიცხვი ყოველწლიურად მატულობს. და მათთან ერთად ჩვენი კარდიოონკოლოგების ჩართულობა ხდება უფრო მნიშვნელოვანი და ალბათ მართლაც რაც მეტი ადამიანი იქნება და რაც მეტად ცნობადობა ამღლდება ამ დარგის საჭიროების შესახებ, გაუმჯობესდება პაციენტების გამოსავალი. ძალიან დიდი მადლობა, იმიტომ რომ მეც ვიდრე დავხურავ გადაცემას, კიდევ ერთხელ აღნიშნავთ, რომ თემა ძალიან დიდია, დღეს ჩვენ უბრალოდ მიუძღვენით კიბოსთან ბრძოლის მსოფლიო დღეს და ვეცადეთ ძირითადი პრობლემები და ძირითადი საკითხები მოგვეხაზა, თორე რა თქმა უნდა ყველაფერს ვერ ჩავყვებით, თუმცა ვფიქრობთ წამოვიწყეთ ძალიან საინტერესო მსჯელობა იმაზე, რომ სხვადასხვა სპეციალისტები გაცილებით მეტი ხარისხით, მეტი რაოდენობით უნდა ჩაერთონ, მეტი დოზით, რა თქმა უნდა ჩაერთონ ონკოლოგიური პაციენტების მართვაში ონკოლოგებთან და გუნდის სხვა წევრებთან ერთად და მე ვფიქრობ ამის გარდა დავაიმედეთ ძალიან ის ონკოპაციენტები, რომლებსაც ეგონათ, რომ თუ ონკოლოგიურთან ერთად აქ სხვა დაავადებები და დღეს კონკრეტულად ვისაუბრებთ კარდიოლოგიურ დაავადებებზე, ეს შეიძლება დაბრკოლება გახდეს ან კარდიოლოგიური თვალსაზრისით, ან ონკოლოგიური თვალსაზრისით, მე მგონი აი ეს სტიგმა მეტნაკლებად დღეს დავამსხვრიეთ თქვენი საშუალებით, წარმატებას უსურვებთ თქვენ გუნდს და ჩემს მაყურებელს ვემშვიდობები საუკეთესო სურვილებით. კარგად ბრძანდებოდეთ, მომავალ შეხვედრას.